პოდკასტის პირველი სტუმარია დათი ყიფიანი, დათი გამარჯობა. სალამი, მოგესალმებით. დათი, ალბათ ბევრს უთქოს, ეს სახელი და გვარი სხვა სპორტთან ასოცირდება საქართველოში და ალბათ შენც გაქვს ამ სპორტთან რაღაცა კავშირი და ერთი-ორი სიტყვით გითხარი ეგ და იდეაში ეს სახელი და გვარია, რაც ეხლა დაბადებიდან სპორტში მომყოფებს რა. ფეხბურთი ახლა ჩემი ოჯახის თამდევია და ბავშვობიდან ფეხბურთში ვარ, მეც ზონას თამაშობდი, მე GFF-ში მუშაობდი, ბევრი კაი პროექტი გავიკეთებია GFF-თან ერთად. ანუ იქ ვისწავლე, ასე ვთქვათ, სპორტის კეთება რა. და ეხლა აღმოჩნდა, რომ ერთ დღესაც აღმოჩნდი ეს ამ საოცარ სპორტში პადელს. ეგ არის საინტერესო, ჩვენც ეგ საოცარ დღეს აღმოჩნდით ყველა ესე შემთხვევით და როგორ მოხდა ეგ თუ. მოკლედ რომ მოვყვე, ჩემი ძმაკაცი, აწუკვე ჩემი პარტნიორიდან და ჩემი ბავშვობის მეგობარი ბუნა ახვლედიანი, რომელიც სალამი ბუნას, რომელიც წელი ცხოვრება ესპანეთში ცხოვრობდა, იქ დაიბადა, მიდიოდა მოდიოდა და მოკლედ იქ თავის მას კომპანია ლადოს მოკითხა აქვს. და მოკლედ იქ მუშაობდა ბუნა და ერთ-ერთი რაღაცა ეგეთი ისე მითისავით ლეგენდასავით ჩამოყალიბდა ეს ისტორია, რომ ბუნა ლანჩზე გავიდა თავის თანამშრომლებთან ერთად, ესპანელებთან ერთად რა. ანუ მოკლედ ერთ-ერთი ბიჭი იყო იქ, ვინც მუშაობდა ბუნასთან ერთად და წამომყევიო რაღაც მაღაზიაშიო რა. და ეხლა ბუნა ისე ყვება ამას, რომ ეხლა შეიძლება აქ ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ მოკლედ ამ ბიჭთან ერთად წავედიო და მეგონი მარტო ჩვენ უყურებთ, მაქსიმუმ ბუნა მოყავს. ხო, რა, მოკლედ ამ ბიჭთან ერთად წავედიო, ფულსო ვერ გააგდებინებო ხელიდან, ნუ აი კაპიკზე რო ადებსო რა, რაღაც ეგეთი ტიპია და შევედითო მაღაზიაშიო და მე ტიპმა ჩოგანი იყიდაო, რაღაც 1000 ევრო მიცაო და ეგეთი რაღაც პირველად დავინახე ამ ადამიანისგანო რა და მან დამარტყაო რომ ეს რაღაცა არ არის ჩვეულებრივი ამ ტიპს თუ ახტევინებს ამდენ ფულსო რა. და ნუ მოკლედ ბუნა მე ჩამოვიდა, ეგ იდეა გამიზიარა მე. დავიწყეთ მოძრაობა, ასე ვთქვათ. ჯერ რაღაც აი რატომღაც არ ვიცი ეგეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ თუ სპორტი შემოდის ახალი ფედერაცია უნდა დაარსო ეგრე. ეგ იყო რა და ამაში ბუნას დედა ძალიან მოგვეხმარა, რომელიც დღემდე ჩვენი საპატიო პრეზიდენტი არის, ხო, და ნინასაც მოკითხა აქედან. ხო და რაღაცა მოვაბით მოკლედ ბოლო ამ ყველაფერს თავი. ქეთი ყიფიანი, რომელიც დღეს პრეზიდენტი არის ჩვენი ფედერაციის, ჩავიყენეთ სათავეში, იმიტომ რომ ქეთის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა სპორტში მუშაობის. რაღაც ადმინისტრაციულ მხარესაც, თვითონ ორგანიზაციულ მოწყობაში აქ რაღაცა ძალიან ბევრ უნივერსიტეტში ნასწავლი, სპორტულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურ და მოკლედ ქეთი არის ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, შემკრელი და ქეთისთან მივედით რაღაც კონსულტაციაზე, რომ ამ ყველაფრის დაწყება გვინდოდა და ქეთის რაღაც ძალიან ენთუზიაზმით ჩაერთო ამ ყველაფერში და ასე ვთქვათ, დავიწყეთ მოძრაობა. მე ნელ-ნელა ისე მოხდა, რომ ამ პადელის კორტების გაკეთების იდეა რაღაცა გაიყო ორ ძირითად მიმართულებად, ერთი იყო ფედერაცია, რომელიც უკვე დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ რაღაც საკეთავის გზა ქონდა და მეორე იყო ეს კომერციული კორტების გაკეთება და კლუბური რაღაცა მაგაზე ცალკე გადავალთ, ხო, საინტერესო კი, მაგრამ ნუ ეგ იყო რა ჩვენი ფედერაციის ჩამოყალიბება 2019-ში იყო ეგ. ხო. როცა დავაარსეთ, 2020-ში უკვე საერთაშორისო აღიარება ავიღეთ. ეგეც ძალიან რაღაცა ისეთი ის იყო რა ისტორია. ნატოში მქონდა ბოდიში გაწყვეტენა. მე საერთაშორისო. იმიტომ რომ 19-ში აქ კორტი არ იყო, 22-ის მაისში 19-ში კორტი არ იყო, მეც ხა ესპანეთში ცხოვრობდი 3 წელი და ფეხბურთს თამაშობდი იქ და ვიცოდი ესე პადელზე, ანუ იქ ყველგან პადელი იყო, ასე თუ ის ყველგან არ ვიცი, ხა ეგრეც ვერ იტყვი რომ ყველგან იყო, ყველგან ყოფილიყო აუცილებლად ვითამაშებდი. იყო ვიცოდი პადელზე. მაგრამ სიმართლე რო გითხრა, მაგ დროს ეგეთი პოპულარული არ იყო რა. ესპანეთში კი ხა ყველამ ვიცით უკვე 30 და 40 წელია რაც პადელი არსებობს, მაგრამ რაღაც სხვანაირად დაიწყო მართლა პანდემიის მერე ამ სპორტმა ფეხის მოკიდება რა და ეგ იყო ესპანეთი არის ამის კი ბატონო. ბუდე. კი, დათი
რა უნდა მეკითხა, იცი? დაახლოებით მოგვიყევი ხა როგორ ჩამოყალიბდა ფედერაცია, რაც ჩემი კითხვა იყო და ფაქტობრივად გაიცნო და აი როლი რო გითხრა ფედერაციის რა უნდა იყოს საქართველოში პადელისტვის ასე ვთქვათ, ყველა დონის მოთამაშისთვის, როგორც პროფესიონალი ისე ასაკობრივი და ჩვენი ხედვა ასე ვთქვათ ფედერაციის ეგ არის რომ ხა პადელი ისედაც არის ძალიან სოციალური და სოციალურ და ფიზიკურ და ყველანაირ ადამიანზე მორგებული სპორტი. მაგიტომაც არის ყველაზე პოპულარული სპორტი, რომ ყველა სფეროს ადამიანი ერთიანდება საღამოს პადელის კორტზე რა. ყველა კი. ამიტომ რაღაცა მაგას ესე ხელოვნური და ჩარევითი ხა ჩვენ ბევრი ხალხი კი რა თქმა უნდა ეგ არის მთავარი მიზანი, მაგრამ მაგას პადელი თვითონ იზავდა თავისთან თავად რა ასე ვთქვათ ხო. ამიტომ რაღაცა გამოიკვეთა ის გზები რომ ჩვენ ფედერაცია უნდა ვიყოთ იმის დამაორგანიზებელი და რაღაცა იმ გზების გამჩენი ორგანიზაცია, რომელიც უკვე პროფესიონალური პადელი ქვია, რაღაც სტრუქტურირებული ლიგები ჩამოყალიბდეს, ტურნირები, რომელიც უკვე რეგულარულ ტურნირებად და ტრადიციულ ტურნირებად ჩამოყალიბდება და რა თქმა უნდა ახალგაზრდული პადელის განვითარება, რომელიც ეხა აი სიმართლეს ვიტყვი, რომ წელს უკვე მომავალი წლიდან ასე ვთქვათ უკვე ძალიან აქტიურად დავიწყებთ. მაგაზე კიდე ცალკე გადავალ. კი, ეს კარგად ხდება. სულ ხდება რა. რა არის იცი და თი აი ეგ მეც ეგრე წარმომიდგენია რომ ხელი უნდა შეუწყოს რაღაცა ძირითად მიმართულებას და არა კონკრეტულად და ასევე როგორც აი თვითონ საკომუნიკაციო სფეროში ასე ვთქვათ პადელის როგორც სპორტის აი რაღაცა ეხლა ცოტა შეიძლება ბუნდოვანი იყოს და რაღაცა კარგ ბრენდად და კარგ რაღაცა ჩამოყალიბება რა. ამას ალბათ წლები დაჭირდება რომ ტრადიციული სპორტი გახდეს, რომელსაც თავისი თქვათ როლი ექნება. ვავა სალამი. როგორ ახარ? კი. სალამი, როგორ ახარ? კარგად. ვავაზეც. ვავას ცალკე ეპიზოდი იქნება ვავაზე. ვავა შემოგიერთდებით თქვენ რა. კი, ვიდეოს ვიღებთ ახლა და ვიწერთ და დათი ერთი ამბავი ეს ამას რაღაცა უნდა თორე არ ჩერდება ამას არ უდეს ხო იყოს გაროში იყოს გამოვარდება ხოლმე რა დავაწყოთ არა დათი მნიშვნელოვანი რა არის რომ ესე იგი რა დონეზე ვართ ახლა დაახლოებით რომ უთხრათ ეხლა არ ვიცი მე ვინ შეხედავს ამ ვიდეოს, მაგრამ ალბათ ისეთი ადამიანიც იქნებიან, ვინც პადელი ეხლა დაიწყო, ან აპირებსო დაიწყოს და დაახლოებით რა დონეზე ვართ ეხლა მსოფლიოში ამ სპორტში. ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის, შენთვის და კიდე ჩვენ მაყურებლებისთვის, რომ ძალიან კაი დონეზე ვართ. რატო ოღონდ ეხლა რა, მაგას ვიტყვი. ეხლა მოგეხსენება წელს ვიყავით, ეხლა ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ევროპის ჩემპიონატიდან, რომელზეც პირველად იყო საქართველოს ნაკრები წარმოადგენილი, როგორც რაღაც ქვეყანა. ყველა ქვეყანა იყო მოკლედ იქ ასე თუ ისე, ეხლა ის ქვეყნები, რომლებიც სავარვადეში არიან იტალია, ესპანეთი, ეგენი ეხლა რა თქმა უნდა იქ არ იყვნენ, მაგრამ რეალურად თუ გახვიდოდი phase 1-ში საბოლოო ჯამში მაგათთან მოგიწევდა თამაში, მაგრამ ეგ არ იყო ჩვენი მიზანი იყო ამ საერთაშორისო პადელის ოჯახის წევრები გავხტარიყავით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი ძალიან და ამას აქამდე გზა ის იყო, რომ ზუსტად ეგრე რაღაც სომხეთის ფედერაციის მეშვეობით დაუკავშირდით საერთაშორისო ფედერაციას. მერე იქ ვიღაცასთან რაღაცა ძალიან კაი ერთ-ერთი მოლაპარაკება ქონდა, რაღაცა კაი პროექტი გავაკეთეთ ერთად, მაგრამ საბოლოო ჯამში ეხა მასპინძლობდით FIBRONS აქ ჩვენ რა. რომ დავიწყეთ ამის რაღაცა პრომოუშენზე ფიქრი და ხალხი რომ ჩამოვიდეს, მე ვულობდით რომ იქნება არ ჩამოვიდეს ხალხი და ასე შემდეგ. დავიწყეთ მეზობელ ქვეყნებთან რაღაცა წერილები და ასე შემდეგ რა, შავი ზღვისპირეთი, თურქეთი, აი მაგათთან რა და სადაც პრინციპში დონე დაახლოებით მე რაცაც უყურე ხა ევროპის თასზე ხო? დაახლოებით ერთი და იგივე არის, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე შუა აზიის ქვეყნებისთვის. კი, ზუსტად რა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ ფაზაში არიან და ჩვენ ეხლა მე არ მინდა რომ ეს ითქვას აუცილებლად რომ ჩვენ რაღაცა აი იმ სტანდარტები რომ დავიწესეთ, რომ გვინდოდა რომ ამ ერთ წელიწადში რაღაცა ყველაფერი ჩავატიეთ. ჩვენი გუნდი, რომელიც მართლა თავმოკლული მუშაობდა ამ ყველაფერზე. მაგალითად დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ეს თურქეთი ხან ხელა ქვეყანა, რომელსაც ამ ხელა რესურსი აქვს,
ჩვენზე უკან არიან. ეს გამოჩნდა ჯგუფშიც გამოჩნდა, იმიტომ რომ თამაში მოვიგე და თან თვითონ ლაპარაკშიც ისინი აი ყველა აქთოვანებას გამოხატავდა, რომ აი ამდენ ესე ცოტა ხანში უკვე ბრონზი გაქვს და ასე შემდეგ და რაღაცა მგონია რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს რა ეგ ნიჭი რომ აი თამადობის ნიჭი ეგ არის რა აი თამადობის ნიჭი გვაქვს რომ რაღაცა გვინდა რომ სადღაც თავი გამოვიჩინო და მგონია რომ აი ეს აი მაგალითია მაგისი რომ შეიძლება რეგიონის ანუ სათამაშო დონე ერთია, მაგრამ ჩვენ რაღაცა ორგანიზაციულად და ისე შეიძლება უსწრებთ კიდეც. მაგაზე ბოლოს გონდა ეს შეკითხვები გამზადებული, რა როლი შეიძლება გქონდეს ფედერაციას როგორც რეგიონალური მოთამაშე. კი, შევეხო. მაგრამ მაინტერესებს აი ფედერაციის ამბავი მოვყევით დათი, დაახლოებით შენი ამბავით მოვყევით როგორ მოხდი აქ და ძალიან მაგარი ისტორია არის, თავის ბუნათი და მთელი ამბებით. მაინტერესებს ინფრასტრუქტურის ნაწილი, ხო იცი ტრადიციულ სპორტებში სულ ამბობენ რომ ინფრასტრუქტურის პრობლემა არის რაღაც და ამ შემთხვევაში რაღაცა უცნაურად ვითარდება ინფრასტრუქტურა და მოგვიყევი რა არის ინფრასტრუქტურის განვითარების წყარო ეს სახელმწიფო არის კერძო ბიზნესია ერთი არის ის რომ აი რაც ვახსენე რა ყველა სეგმენტ შეეხო რა ასე ვთქვათ უკვე პადელი რა ამ სეგმენტში შედიან რა თქმა უნდა ბიზნესმენები და შეძლებული ისეთი ვინც ვისაც შეუძლია რომ ამ ყველაფერში ინვესტიცია ჩადოს რა ეხლა ეს ჩვენი კლუბი ჯიმბრიზი მაგის ნათელი მაგალითია რა. ეხლა ჩვენ რო ამაზე მუშაობა დავიწყეთ, ვეძებდით ინვესტორებს. პირველი ეხლა ჩვენ თან რაღაცა მეგობრული ურთიერთობა თქონდა რაღაცა და თემურ უგულავა გავახსენა აჭარა ჯგუფთან ერთად, ვისაც რაღაცა ესეთი ინოვაციური იყო მაშინ პადელი, იმიტომ რომ ერთი კორტი იყო. რომელი წელი დაახლოებით? ეგ იყო აი 20 რა ასე. 20-დან დაიწყეთ უკვე რომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, თან პარალელურად ორგანიზაციულად ჩამოყალიბება დავიწყეთ და თან ვეძებდით ინვესტორებს, რომ ჯერ რაღაცა ისე ვფიქრობდით, რომ იქ მერის მეშვეობით სიტყვაზე რაღაცა მიწას ვიშოვიდით. ცოტა ისეთ წარმოდგენები ქონდა, რომ ფედერაცია შევქმნით, მიწას მოგცემენ და ჩვენ ავაშენებთ პადელის კორტებს. უბრალოდ არავის აღარ ეგრე მარტივად ხო და ეგრე აღარ ხდება რა რეალურად რა და მაგრამ გაგვიმართლა მაგაში, რომ ეხლა მე კი რაღაცა ჩემი გზა აქ ორად იყოფა რა რომ კლუბური და რაღაცა თვითონ ბიზნესის მხარე აქ ერთია და ერთი არის ფედერაცია და თვითონ სპორტის მოწყობის მხარე, მაგრამ თემურ უგულავა მოგვეხმარა მოკლედ პირდაპირ მინდა ვთქვა რაღაცა თვითონაც ნათამაშები ქონდა მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ხო მეც მაგას ვამბობ ნახევარი საათი შემოიყვანე ვინმე პადელის კორტზე და შო რა ინვესტორი ხდება უკვე კი ბატონო და ეგ ამბავი იყო ზუსტად რა დათი დაახლოებით რა რაოდენობა გვაქვს კორტების ახლა საქართველოში შეიძლება ვთქვა მაგრამ ორი ქალაქში ხო სამ ქალაქში დავდებოდი შენი ინტერვიუსთვის დავთვალეთ. აქამდეც დათვლილი ქონდა და 38 იყო და უკვე ეხა იმ ძველი დათვლიდან ახლამდე 50 კორტია უკვე რა. საქართველოს ეს მოხდა 2022 წლის მაისში იყო პირველი კორტი. ხო სწორია მთაწმინდაზე. და მაგის მერე 23 წელი და ცოტა მეტი გავიდა და გვაქვს 50 კორტი. ეს ჩემზე ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. ძალიან. და ეგ მაგაზე მეტყველებს რა ერთი უნდა ითქვას ეგ რომ სხვა ტრადიციულ სპორტებთან შედარებით ჩემი საყვარელი სპორტები და ტენისი და ჩოგბურთი და ფეხბურთი და ასე რეგბი და ასე შემდეგ კალათბურთი მოკლედ მაგათთან შედარებით ბევრად იაფია პადელის ინფრასტრუქტურა რა. დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს ხო ეს მე მგონი რა 25,000 ევროში დებათ 15-დან 30-მდე მერყეობს ეს ფასი. მაგრამ ანუ აი არიან მომწოდებლები რაღაცა ჩინური მომწოდებლები, თურქული, ევროპული და მანდაც კიდე დიდი სხვაობებია ფასში, მაგრამ ნუ რეალურად ეგ არის რომ 15-დან 30-მდე მერყეობს და თუ ჩოგბურთის კორტი უნდა დაждდეს სიტყვაზე ვამბობ 100,000 евро თავის სტანდარტული ყველაფრით, მაგ კორტზე დაატევ ორ პადელის კორტს 50,000 ევროთ და უფრო მეტი სტუმარი შეიძლება ყავდა ეს არის. და უფრო მეტი სტუმარი ყავს გარანტირებული, იმიტომ რომ იქ ნუ 2-2-ზეც კი მიდის თამაში, მაგრამ აქ ყველა ვარიანტში 2-2-ზეა თამაში. მუნიციპალიტეტის რო ახსენე რა, ეხლა ჩვენ თავიდან აი რომ დავდიოდით მერიაშიც ვიყავით. მერიამ ესეთი რაღაც გვითხრა რა. ძალიან ღია შეხვდნენ, მაგრამ მაშინ ეხა იწყებოდა ჯერ და ცოტა მაინც ეჭვის თვალით გიყურებდა ყველა რომ ეს რა სპორტია. ახალი სპორტია, ახლა რამდენი დაინტერესდება ხალხი. მაგრამ ეგეთი რაღაც გითხრას თუ მოთხოვნა იქნება საზოგადოებისგანო
და უკვე თუ დაიწყება ეს მასიურად რო უკვე პადელის სპორტები კეთდება, ჩვენ აუცილებლად შევიტანთო ჩვენო მუნიციპალური განვითარების, აი სკვერები, პარკები, რაღაცა. ჩვენ ეგეთი იდეაც ჰქონდა, რომ აი ჩვენს ვლაპარაკობდით, მე მგონი, რომ ხო არ ბეტონის შეცვლილები ხის შუშის მაგივრად ხერო არის რა ესპანეთში და არგენტინაში ხო ან ტრადიციულ პადელის ქვეყნებში ძალიან ბევრი ეგეთი მუნიციპალური კორტია. ეგ გახდის რეალურად საყოველთაო სპორტი. სხვანაირად ვერ გახდება რა, უნდა იყოს სადღაც უფასოც უნდა იყოს რა, ასე. კი, რა თქმა უნდა, ხა როგორც ფეხბურთი იყო, ჩვენთვის უფასო ჩავდივდით ეზოში თამაშობ. დათი, მოკლედ, შემდეგი საკითხი არის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა სპორტში რა. მე იმიტომ რომ მაგას მიყვება მე მთლიანად ყველაფერი. სამოყვარულო არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეროვნულ ნაკრებზე მნიშვნელოვანი მე მგონი ცოტა რამეა სპორტებში და ნამდვილად. ცნობადობის გაზრდა იქნება თუ პროფესიონალურად ჩამოყალიბება ან მოყვარულისთვის мотиваცია რომ უკეთ ითამაშოს, ეს არის ნაკრების მოთამაშე და აი თუ შეგიძლია მოგვიყვე როგორ წამოვიდა ნაკრების იდეა ამ ქვეყანასაც პადელი არ არის ტრადიციული სპორტი და როგორ შეიკრა პირველი ნაკრები? სიმართლე გითხრა ეს მოდი ნაკრები გავაკეთოთ იდეა კი სულ გქონდა რა რომ საბოლოო ჯამში ნაკრებამდე მიდის ეს ყველაფერი და ის პროფესიონალური გზაც რაც გვინდა რომ გავაჩინოთ ეგ ნაკრებამდე მიდის მაგრამ საერთაშორისო ფედერაციას დაგვეხმარა ამაში იმიტომ რომ რაღაც მივიღე წერილი რომ შეიცვალა ფორმატი პადელის ევროკაპის ანუ პადელის ევროპული თასების ასე ვთქვათ და ყველა ქვეყნისთვის ვინც წევრები ვართ, რაღაცა ღია იყო კარი რა. კიდე კარგი ეგ მოხდა. იმიტომ რომ პასტევრის სისტემა ძალიან კაი мотиваცია იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ დავიწყეთ ფიქრი, რომ როგორ შეიძლებოდა პირველ რიგში, ანუ ჯერ პირველ რიგში ძალიან მოგვიდა მონაწილეობა რა, რაც თავარი არის იდეაში, იმიტომ რომ ეგ არის რა, ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ის ილუზია არ ქონია რომ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებდით ან რაღაცა საოცარ შედეგს ჯერ დავდებდით, მაგრამ ის მიზანი რაც იყო რომ ჩვენი ქვეყნის დროშა იქ გამოჩენილი იყო, ამ ქვეყნებთან ერთად რაღაც ჩვენი სახელიც და საქართველოს გაჟღერებულიყო. ეგ ძალიან კარგად გამოგვივიდა რა, ასე ვთქვათ. მოკლედ ეს წერილი მოვიდა და დავიწყეთ ფიქრი რა რაღაცა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, რომ ეს ნაკრები შექმნილიყო რა. ამ დროთა განმავლობაში ისიც უნდა ითქვას, რომ გაჩნდნენ წვრთნელები, ვინც რეალურად ავარჯიშებენ დღეს მოყვარულ მოთამაშეებს, მაგრამ აი წვრთნელები, რომლებიც უკვე პროფესიონალ მოთამაშეებს გაწვრთნიან პროფესიონალური ტურნირისთვის, ეგეთი წვრთნელები არ გვყავდა რა. ანუ შენ ამბობ რომ ნაკრებისთვის იყო საჭირო წვრთნელი, რომელიც არ გვყავდა. რომელიც არ გვყავდა რა, ეგეთი კვალიფიციური. ხო, ქართულენოვანი, ასე ვთქვათ. რაც რეალურად საბოლოო ჯამში ეგრეც უნდა იყოს, რომ ქართველი უნდა იყოს ეგ ადამიანი, ვინც ნაკრების წარმომიდგენია, რომ ეგეთი ადამიანი უნდა გვყავდეს, ვინც გადამზადებასაც ჩაატარებს საბოლოო ჯამში რაღაცა ეგ იქნება ყველაზე ინფორმირებული, ასე ვთქვათ, მაგ სფეროში და მე ეგ იქნება ეგრე წარმომიდგენია, მაგრამ მაგას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ეს პროცესი ესე იყო, რომ აუცილებლად გვჭირდებოდა მწვრთნელი რა. ისე ბუნას დაუბრუნდით და ბუნას ძმის ლადოს დახმარებით. სალამი ბუნა და ლადო. მოკლედ მოუძებ დაუკავშირდით ესპანეთის ფედერაციას. და რამდენიმე ვარიანტი გვირჩიეს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელი და ერთ-ერთი კანდიდატურა იყო რაფაელ კონდე რიპოლ. კი ბატონო. რომელსაც დაუკავშირდით, ვიცით რომ გამოცდილება ქონდა იგივე გამოცდილება მუნდიალურ სოფლიოსთვის ამზადებდა ფინეთის ნაკრებს. და რაღაც რო ვილაპარაკეთ, ზუსტად იგივე პრინციპი ქონდათ იმათაც, იგივე გამოცდილება და რაღაცა ზომებში და ცოტა გავართ, ასე ვთქვათ, რაღაცა ამ ქვეყანას და მგონია ჩვენ უფრო სპორტულები. ხო, ჩვენ დაჟე უფრო სპორტულები ვართ. გაჩვენებთ სახეობასაც, ხო. მაგრამ ნუ მოკლედ გადავწყვიტეთ რომ რაფასთან გვეთანამშრომლა, შევთანხმდით, ჩამოვიდა და დავიწყეთ მომზადება. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ძალიან ცოტა დრო გქონდა, ეხლა 2 თვეზე ნაკლები იყო, რაც რაფა აქ იყო ჩამოსული. მაგრამ შეიძლება ტექნიკურად და რაღაცა შეიძლება მოთამაშეების დახვეწა ესე უკვე ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ის basic rules, რაც ჩვენ არ ვიცოდით, დაუწერელი კანონები პადელის, რაც ფუცელზე არ წერია, მაგრამ ყველა პადელის მოთამაშემ იცის. აი რაღაც ეგეთი და ტაქტიკური ინფუტი მოკლედ გააკეთა რაფამ და ჩემი აზრით მოკლედ ესეთი პროცესი იყო, რომ ავირჩიეთ 13
15-13 ადამიანი გოგოებში და ბიჭებში ცალ-ცალკე, 15 ადამიანი, ხო, 30 ადამიანი იყო გაფართოებულ სიაში. სადღაც 2 კვირის დაჟე მეტის განმავლობაში იყო ცდები, ასე ვთქვათ, რომ ვინ იქნებოდა ის ფინალური 8 ადამიანი, ანუ ფინალური ისიც რომ 8 ადამიანი უნდა წარმოადგინოს ნაკრები 8 ქალმა 8 კაცმა ევროპის თასებზე და ამისთვის შეერჩა 15 ადამიანი, რომლიდანაც უნდა შერჩეულიყო საბოლოოდ 8 ადამიანი, კი. 15 და მე 8. ეგ პროცესიც უკვე რო გაჩნდა, იქ გაჩნდა pressure-თან, რა თქმა უნდა, მოთამაშეებზე ეგ რა ძალიან კაია. ფედერაციას ყველაფერზე pressure გახდა, კი და სასიამოვნო წნეხი იყო რა, მე ეგრე ვიტყოდი, იმიტომ ხო რა, ანუ სპორტულად უკვე მოთამაშეები, ვინც სიტყვაზე რაღაცა არც უყურებდნენ, შეიძლება ძალიან კარგად თამაშობდნენ, მაგრამ თვითონ რაღაცა ისე უყურებდნენ პადელს, უკვე მიხვდნენ, რომ აქ რეალურად არის შესაძლებლობები, ნაკრებია, რაღაცა საერთაშორისო ტურნირებია და უკვე კონკურენცია ძალიან გაიზარდა და შესაბამისად ხარისხმაც მოიმატა რა. ამიტომ საბოლოო ჯამში შეიკრა ეს 8 გოგო და 8 ბიჭის გუნდები და უკვე დაიწყო კონკრეტული მომზადება ევროპისთვის რა, რაც წყვილების ჩამოყალიბება, ანუ უკვე ვინ ვისთან უნდა დამდგარიყო, იქ რაღაცა სათადარიგო გეგმაც რო ქონოდა. ანუ იქ იყო ესეთი სისტემა, რომ 6 ადამიანი გადიოდა თამაშზე, ანუ შეხვედრა სხვა ქვეყანასთან შედგებოდა 3 მატჩის. მოდი ახსნათ ახლა როგორი პრინციპით გადის ნაკრები თითოეულ თამაშზე. აი თუ შეგიძლია რომ მოკლედ თამაშამდე სადღაც 40 წუთით 1 საათით ადრე მწვრთნელმა უნდა დაადასტუროს ლაინაპი, ანუ ხო არის 8 ადამიანი. 8 ადამიანი არის, კი ბატონო. აქედან თამაშობს 6. ანუ შეხვედრას თამაშობს 6, ანუ 3 თამაში არის. ანუ შეხვედრა შედგება 3 მატჩისგან, ხო? შესაბამისად 2 ადამიანი არის სკამზე. ყველა თამაშის წინ რაფა ადგენდა ლაინაპს. რა თქმა უნდა, აი რა ჩემი აზრით ეგეც რაღაცა კარგად გაითვალისწინა რაფამ ამ მოკლე ხანში ძალიან დიდი ტაქტიკური რაღაც გადათამაშებები და ეხა ის წყვილების დაშლა ვინც სულ ერთად განან ხოლმე გონია რომ რაღაცა უფრო იმას გამოიწვევდა არეულობას რა უფრო ამიტომ რაღაცა ეგეც გაითვალისწინა რაფამ და კონსულტაცია ანუ მოთამაშეებთან კონსულტაციი და კითხვით შექმნა მოკლედ გუნდი რომლებიც და შექმნა სათადარიგო გეგმაც რომ თუ რამე მოხდებოდა ვინ ვისთან დადგებოდა და ასე შემდეგ პრინციპი ის იყო რომ პირველი თამაში ზოგადად ეგრე არის ხოლმე რომ აი პირველი ნომრები თამაშობენ პირველ თამაშს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ქონდა მნიშვნელობა პირველი ვინ ითამაშებდა და მეორე და მესამე, სამივე თამაშს რაღაცა ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა რა, იმიტომ რომ იქ შეიძლება ერთი წააგო პირველი, მეორე მოიგო, მერე ისევ თამაშში ხარ, მესამეს უკვე სხვანაირად თამაშობ, ეგ მოწყობა ძალიან კაია, აი მე ლიგაზეც რო გადავალთ, მანდაც რაღაც იგივე პრინციპი გვაქვს და ეგ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ შანსი გაქვს რომ მოიგო მოკლედ რა, შეიძლება შენ პირადად და შენ მამეწყვილემ წააგო, მაგრამ საქართველოს გუნდმა შეიძლება მაინც მოიგოს ეს თამაში და ეგ ძალიან მაგარი იყო რა. იმიტომ რომ გარემოს ხნის ისეც რომ დაძაბულობა არის, დაძაბულობა უკვე ბოლო თამაშამდე უფრო და უფრო მატულობს, იქაც ახლა ადგილზეც რო გენახათ, ანუ აი ძალიან მაგარი გულშემატკივრობა მიდიოდა რა, ქვეყნები, დროშები, ერთმანეთის დაცნობა, ცოტა დაძაბულობაც იქ რაღაცა და ну აი ძალიან მაგარი გამოცდილება იყო ჩვენთვის, პირველ რიგში მოთამაშეებისთვის, ჩვენთვის როგორც ფედერაციისთვის და მand მომუშავე ადამიანებისთვის, აი ძალიან დიდი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ მართლა გვერდზე კორდზე დინენო და ხუან ლებრონი და ვიღაცები ვარჯიშობდნენ, ანუ აი იქ ვიყავით, აი იქ სადაც არის წერტილი და ყველაზე ცხელი წერტილი, აი იქ ვიყავით და სულ რაღაც 5 წელიწადში მოახერხეთ ეს და ნაკრების შეკრება ფაქტიურად სამთოში მოხდა ეს ყველაფერი. შეუძლებელია რა. კიდე კარგი რომ ჩვენთან არ არის მხოლოდ პადელი ახალი სპორტი, ასევე არის სხვა ქვეყნებში. და მე უნდა შევეხო მოთამაშეებს და მე უკვე უშუალოდ თამაშებს ჩემპიონატზეც, იმიტომ ნაკრების ამბავი მეგონი ყველაზე მნიშვნელოვანია რა. ესე იგი მოთამაშეების ძირითად ნაწილს ვიცნობ მაკამის ბედნიერება, სალამი ყველას თუ ის ნახავთ პოდკასტს, სტილობას პოდკასტისას. ძირითადი ნაწილს აქვს გამოცდილება ჯოგბურთში. ეს პრინციპში რო არ ქონოდა, ძირითად თუ არა, მე შეიძლება ითქვას რომ ყველას.
როგორც გალბატონებში, ისე კაცებში. კი, ყველა ეგეთი. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გამოცდილება ძალიან ეხმარება მათ. ანუ გამოდის, რომ ტენისმა, ჩოგბურთმა, თქვათ, ასე დიდი როლი ითამაშა პადელის, პროფესიული პადელის, თქვათ, პირველ ეტაპებზე. კი. შეავსო ეგ გეფი რა, მე ეგრე უყურებ, რომ ყველა სპორტი ხა რაღაცა თუ ძირფესვიანი განვითარების გზა არ გიდგას წინ, ძალიან ძნელია რომ მაღალ დონეზე უცბად ქუჩიდან მოსული ადამიანი რაღაცა ვარსკვლავები დაიგო რა. მე თუ შედარებით ასაკშია და მე და ხოდა ჩოგბურთი მაგის ანუ იმიტომ რომ ხა ბაზა მაინც ასე თუ ისე იგივე არის ჩოგნის ჭერა, გრიფი, ასე ვთქვათ ანუ მაგასაც შევეხოთ ხო ალბათ რომ გაიარეს სპეციალური თქვენს მიერ შედგენილი სისტემით ხო და მაგასაც ესე მე ეგეც ვიფიქრეთ რომ ერთია რომ წვრთნელი ჩამოვიყვანოთ და პადელი გვასწავლოს რაც ორ თვეში არ ხდება რა თქმა უნდა ამ წვრთნელის დატვირთვა უფრო ის იყო რომ ჯერცეთი აქ რაღაცა მე ხო არ ვიტყოდი ახლა მაგალითად დათი რომ ახლა მოდი ეს 8 ადამიანი წავიდეს რა თქმა უნდა ეგ არ მოხდებოდა და ეგ არ გვინდოდა და ისიც არ მინდოდა რომ მაგიტომაც ვფიქრობდი რომ აუცილებელი იყო რომ უცხოელი ყოფილიყო ეს წვრთნელი რომ არ მინდოდა რომ ვინმე სიტყვაზე ერთ-ერთი ჩვენი წვრთნელი რომ ყოფილიყო ნაკრების წვრთნელი რაღაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის რომ შენ ვიღაცა უნდა დატოვო სიტყვაზე ვიღაცა არ უნდა წაიყვანო ან ვიღაც უნდა წაიყვანო ვინც რაღაცა შეიძლება ერთი დონე იყოს ვიღაც სხვასთან შედარებით და რაფა მე ძალიან კარგად და დასაბუთებულად გააკეთა რომ ყველაფერს ქულები მიანიჭა იქ ყველა ქულა ჩათვალა და აი ეგრე გამოითვალა და მოკლედ ვისაც ეკუთვნოდა ანუ ასე ვთქვათ ბირთვი რაღაცა ვინც აი გარანტირებულად იყო ასე ვთქვათ და ვისაც უკვე ანუ ძალიან ისეთი იყო ცხადი იყო რომ მაგათ ეკუთვნოდათ ვიღაცეებში უკვე დონე ძალიან ერთნაირი იყო რა, ამიტომ ეგ ცოტა ტრიკი იყო რაფასთვის, იმიტომ რომ ძნელი იყო არჩევა რა რაღაც მომენტში. კალებში ისე კაცებში. ხო, რა, კაცებში რამდენიმე ადამიანი იყო, აი ქალებში უფრო ძნელი იყო რა არჩევა, იმიტომ რომ დონე კიდე ასე თუ ისე ერთი იყო რა და ეგ ძალიან სწორად გააკეთა და ასე ყველა ვარიანტში გვჭირდებოდა რომ რაღაც ფიზმომზადება გაგვიარა რა. აი ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ ეს ხალხი როგორც წესი აქტიური სპორტიდან უკვე წასულები არიან. ყოფილი ჩოგბურთელები ზოგი მწვრთნელობს, ზოგი არც მწვრთნელობს სიტყვაზე და რაღაც ეხა ფიზიკურად ფიტ თუ არ ხარ ევროპის ჩემპიონატზე რომ მიდიხარ. მაგაზე ცალკე გადავალ მე კიდე გვაქვს. ძალიან ძნელია, ამიტომ როგორც რაფაზე ვიფიქრეთ, ესე ვიფიქრეთ რომ უნდა ყოლოდა ფიზმომზადების მწვრთნელი და ბედზე რა ისედაც აქ ვნახულობთ ოგნეთ ივიკოს და ადელს ძალიან აქტიურად თამაშობდა ჩვენი მეგობარია ივიკოს კეიჯს მოკითხვა აქედან და მადლობა ძალიან დიდია ყველაფრისთვის ივიკოს კეიჯთან დავიწყეთ ფიზიკური მომზადება და ივიკოს კეიჯი ვისაც ნანახი აქ ასე ვთქვა ან ერთხელ მაინც არის ნამყოფი იქ კიდე სხვა ენერგიას უფევს რა ატმოსფერო არის ძალიან სპორტული ძალიან ოჯახური ძალიან რაღაცა ერთ გუნდად და გავიტანთ და აი რაღაცა ეგეთი ის არის და ეგ ძალიან დიდ დროს თამაშობს და აი მე მინდა ვთქვა რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ივიკოსთან შეკრებებმა ნაკრების იმიტომ რომ უკვე ყველა იღლებოდა ძალიან აი გაწურულები მე თვითონაც ვარჯიშობდი და იქ ვიყავი ანუ აი ძალიან მონდომებულად ვარჯიშობდნენ და იქიდან ახლა აი გუნდი პროფესიონალების რომელიც თავზე გადგას რაღაც თავზე გევლება ყველა ცალ-ცალკე უსწორებდნენ რაღაცა მოგეთ ძალიან ისეთი მიდგომა იყო ამიტომ ამ ყველაფერმა რაფამ ივიკოს კეიჯმა თავის ბიჭებთან და მწვრთნელებთან ერთად და ჩვენი მოთამაშეების მონდომებამ თავიანთი წარსულიდან ჩოგბურთიდან და თავის გამოცდილება მოკლედ კი ბევრს ჰქონდათ აი საერთაშორისო დონეზე ჩოგბურთის რაღაც ასაკობრივები ნათამაშები და მაინც ეგ გამოცდილება ჰქონდათ მაგრამ გვინდოდა რომ კიდე უფრო გავეკეთებინა ეგ ყველაფერი და ამიტომ რაღაცა შედეგი მაგან გამოიღო და ერთ შეკრულ გუნდად წავედით ასე ვთქვათ მადრიდში რა და აი ზუსტად ის შედეგები რასაც მივახციეთ აი ჩემი აზრით მაგის დამსახურებაა კი არა FIP-ის ტურნირი ახსენე შენ რომელიც FIP თუ FIP ხო როგორც არის აქ ჩავატარეთ და ჩვენ ნახეთ ხა მან ცალკე შეიძლება მაგაზე ცალკე პოდკასტი იმიტომ რომ ფანტასტიკური მოთამაშეები ვნახეთ ფანტასტიკური პერფორმანსები ვნახეთ ფანტასტიკური სტრატეგიები ვნახეთ ეს იყო აი რა ვიცი
წვიმიანი ზღაპარი ასე ვთქვათ რა და უნდა გვაცა და აქ უნდა ყოფილიყო და გადახრულს ვიყავით შემჭიდროებული იმედია ეს არ იყო ბოლო და კიდე იქნება მოლში ჩემი შეკითხვა არ არის FIP-ის ტურნირზე ჩემი შეკითხვა არის ასეთი ჩვენ ვნახეთ რომ პადელიც როგორც სხვა ყველა სპორტი თითქმის ყველა სპორტი უკვე ათლეტების თამაში ხდება და ეს ადამიანი უბრალოდ რომ ნიჭიერია არ ყოფნის ვთქვათ რომ იყოს პროფესიონალი მოთამაშე ამისთვის საჭიროა რომ ჩვენ ადამიანები ალბათ გავამზადოთ და მოვამზადოთ ჩვენ მე და შენ კონკრეტულად შეიძლება არა მაგრამ ჩვენ ორგანიზაცია ნუ ქვეყანაში და ამისთვის საჭიროა კლუბები ეს რასაც ქვია პადელის კლუბები. პადელის კლუბები დღეს როგორც ფუნქციონირებს, ეს არის უბრალოდ ინფრასტრუქტურა და აპლიკაცია ხშირ შემთხვევაში ან ტელეფონით, რომ ჯავშნი და მიდიხარ და სამოყვარულო დონეზე ვერთობით. ჩემი შეკითხვა არის ასეთი, რა როლი აქვს ფედერაციას და შენ როგორც ფედერაციის წარმომადგენელს, რომ განავითაროთ საკლუბო პადელი, სადაც აი მშობელი, ხო ფეხბურთზე როგორ არის, სად მიიყვანა, იქ მიიყვანა, სადღაც შენ სადაც ირავს დადიოდი ფეხბურთზე, მე დავდიოდი ირავზე ფეხბურთზე გამარჯობა. დიმა კუდინოვი იყო ჩემ ტრენერი, შენ დროს აღარ იქნება რუსეთში. კი ბატონო, კარგია. დიმა, ხო მე დავდიოდი 96-ში შევედი, აი უბრალოდ 96-ში გაიხსნა, ხო ირა. გაიხსნა, კი და ეგრევე შევედი და იქ ცხოვრობდით ახლოს მაშინ და პირდაპირ შევედი და აი ეგეთი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ჩემც ეგ იყო, აი მთელი დღე თენდებოდა იმისთვის და ღამდებოდა რომ მე გათენებულიყო რომ ირაოზე მისულიყო. ძალიან მიყვარდა რა. კი, ნახოთ. კარგად ვთამაშობდი სამწუხაროდ ფეხბურთს. ხო, მაგრამ არა, მან თამაში არა. მეც მაგას ვამბობ, ანუ არ არის საკლუბო პადელი იმისთვის რომ აუცილებლად გავზარდოთ მომავალი ევროპის ჩემპიონი ან ადამიანის ბაზა ეხა რომ განვითარდეს როგორც სპორტსმენი, სადაც არ არიან მარტო პადელის მწვრთნელები, ხო, ჩართული ფიზმომზადება არის ცალკე, მედიცინა არის ცალკე და ასე შემდეგ. აი მაგაზე რა აზრის ხარ, რომ როგორ შეიძლება ეს ამას ხელი შეუწყოს ფედერაციამ? აი კონკრეტულად მაგაზე რა, აი მე ესეთი შეხედულება მაქვს, რა ჩვენ ყველა კლუბს ჯერ სიტყვა კლუბი თვითონ რა რაღაცას ნიშნავს უკვე კლუბი რო ხარ და არა რაღაცა კორტი რომელიც ქირავდება რა კლუბური მოწყობა ნიშნავს და ზოგადად პადელიც ევროპაში კლუბებზე დგას და ეგ არის მოწყობა რომ ხალხი რაღაც თავის უბანთან, თავის სამსახურთან, ანუ მეგობრის სახლთან ახლოს კლუბებს რაღაც მიეკუთვნებიან, ასე ვთქვათ, მიაკუთვნებენ თავის თავს, იმიტომ რომ იქ გზნობენ კომფორტულად თავს, იქ არიან კარგად, ასე ვთქვათ, იქ დადიან ყოველ დღე. და უკვე რეალურად ამ კლუბის წევრები ხდებიან რა. არ არის აუცილებელი რომ შენ რაღაცა membership-ის სისტემა გქონდეს, რომ ყველას მემბერობა დაურიგო, რაც ცუდი არ არის, რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში მგონია რომ კლუბები მაგას გააკეთებენ. მაგრამ იდეა ის არის რომ შენ კლუბი თუ ხარ, ან basic მოთხოვნები რაც უნდა დააკმაყოფილო არის რომ რაღაც გქონდეს ადმინისტრაციული მხარე, უბრალოდ რომ რაღაც ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, გქონდეს კეთილმოწყობილი კლუბი და ჩვენც აი ეს გაწევრიანების ფორმაში აი ეს ზუსტად ეს მოთხოვნა არანაირი ვალდებულებებს ჩვენ კლუბებს არ ვაკისრებთ პირიქით მარტო რაღაც ხელშეწყობა და მეგობრული ხელშეკრულებებია ასე ვთქვათ ეს და არის ის რომ აი ეს ორგანიზაციული მხარე დაალაგდეს ჩამოყალიბდეს ადმინისტრაციული მხარე ყავდეს სოციალური მედია სიტყვაზე და ასევე ხა ვაპირებთ რომ შემოვიღოთ ვინაიდან დღეს მაინც ახალი სპორტი არის და რაღაც მწვრთნელები ყველგან ავარჯიშებენ, ბევრი მწვრთნელია ასე ვთქვათ, ვინც ავარჯიშებს, ეხლა მეც შეიძლება მეც და შენც მოვიყვანოთ სიტყვაზე მეგობარი და ჩვენ ეხლა უფრო დიდი გამოცდილება გვაქვს და ვავარჯიშებთ რა. 50 მეტ ადამიანს დავწუხებთ. მე არ ვარ, მაგრამ აი ეს სპორტი გადაგმოგდება. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ მაგას გვინდა რომ სერიოზული სახე მივცეთ მაშინ ფედერაციამ უნდა შექმნა შესაძლებლობა, რომ ეს მწვრთნელებმა კიდევ უფრო კვალიფიკაცია აიმაღლონ და მწვრთნელებმაც უნდა გადადგან ნაბიჯი, რომ კი არის ესეთი ნაბიჯები უკვე ერთი ნაბიჯი გადავდგით უკვე ეგეთი და განაც იყო და კერძო ინიციატივებიც არის ადამიანები ვითარდებიან თვითონ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი და ეგ არის ალბათ კი ფედერაცია სულ ჩამოიყვანს გადამზადებას, ასე ვთქვათ, სამსაჯო და სამწვრთნელო გადამზადებას ყოველ წელს ჩვენ მინიმუმ გავაკეთებთ. level 1, level 2, მაგრამ თუ მწვრთნელს განვითარება უნდა, ამით ჩემი აზრით არ უნდა დაკმაყოფილდეს რა. იქ ძალიან ბევრი საშუალება არის, აი საიდანაც შეგიძლია ინფორმაცია მიიღო, გაეცნო. ეს არის უბრალოდ ის ბეჭედი და რაღაცა იმის გარანტია, რომ შენ თან აღიარებული ხარ და αφილირებული ხარ ფედერაციასთან, რომელიც შენ გვერდში დაგიდგება, რომ სიტყვაზე
თუ ვიღაცა იკითხავს რომ ვინ არის მწვრთნელი, ფედერაცია იტყვის პირველ რიგში კვალიფიციური მწვრთნელი ვინ არის, ვისაა გამოცდილება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ანუ ეგ შესაძლებლობა აუცილებლად იქნება. ერთხელ უკვე იყო და დღეს ყავს მწვრთნელები, ვისაც ლიცენზია აქვს, ავარჯიშებენ, ჩვენი მეგობრები ეხაც ავარჯიშებენ. და ბევრი არის ვისაც არ აქვს და უნდა ლიცენზიის აღება. და ანუ არის მომენტი რომ ვიღაცა შეიძლება არც უნდოდეს ამ ლიცენზიის აღება, რაც მე მგონია რომ არასწორია რა. შეიძლება იმ ლიცენზიამ შენ ტექნიკური ცოდნა არ მოგცეს რაღაცა და დარტყმა სწორედ ვერ შეასრულებინო, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ძირეული საკითხები შენ თუ პადელის არ იცი და რაღაც მაგაზე არ გაქვს ინფორმაცია, ჩათვალე გამოტოვებული რაღაც გაქვს და შენ რაღაცა ტექნიკაზე მუშაობ და საბოლოო ჯამში არასწორია ეგ რა. კი ბატონო, ამ ხრივ შეიძლება ხო რაღაც შეხვედრების ჩატარება ფედერაციის ხრივ და ეს ცნობადობის გაზრდა მომავალისთვის რა ჯობია ხო? განათლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სპორტში, თან ეხლა უკვე აკადემიური განათლება ეწევა. კი, აი იმას რომ მიუბრუნდე რაც იყო, ბოდიში შეგაწყვეტი, იმას რომ მიუბრუნდეთ, ეგ იყო რომ ფედერაცია საბოლოო ჯამში ესეთ რაღაცას იტყვის რომ ეხლა მე და შენ კორტზე რას მე შეიძლება შენ გავარჯიშო უკვე არის დასრული ხალხი ვარ და რასაც გვინდა ვიზავთ რა სიტყვაზე, მაგრამ ვარჯიში ოფიციალური აი ესე გვინდა რომ დავიწყოთ რა, რომ ის კი არა რომ მარტო ლიცენზირებულმა ავარჯიშოს, მარტო ლიცენზირებულმა მწვრთნელმა ავარჯიშოს ბავშვები. სხვას არ შეეძლოს სიტყვაზე რა, აი კლუბს გაუკეთოთ ეგ მოთხოვნა, რომ ბავშვების ჯგუფი თუ არის, იყოს მხოლოდ ლიცენზირებული მწვრთნელის ნავარჯიშები რა, ასე ვთქვას. იმიტომ რომ ეგ არის ზუსტად, რაც თავარი არის, ანუ ბავშვებიდან დაწყება და მწვრთნელის ბავშვობაც ეგ არის რა, ასე ვთქვათ რა, მწვრთნელის კარიერის ბავშვობაც ეგ არის, რომ ჯერ რაღაცა პირველი ლეველი გაიარო, პრაქტიკები ისავით გაიარო. სიმართლე გითხრა, პირველი ლეველი არც აძლევს უფლებას ესე worldwide რა, რომ ბავშვი ავარჯიშო. პირველი ლეველი გაძლევს, რომ შენ ინფორმაცია მიიღე, შენ შეგიძლია ავარჯიშო ვიღაც სიტყვაზე რა. მაგრამ ბავშვებთან შეხება ძალიან სათუთი რაღაცა არის რა, ამიტომ გვინდა რომ ეგ გავაკეთოთ ისე როგორც წესი არის და ამიტომ მაგას დავაწესებთ დიდი ალბათობით, რომ თუ ბავშვების ჯგუფები გაქვს, იყოს ლიცენზირებული მწვრთნელი, ან მინიმუმ დღეს თუ არ არის ლიცენზირებული, როცა ჩატარდება, ეგ მწვრთნელი კლუბი გამოუშვებს მაგ მწვრთნელს, შეიძლება არც დააფინანსოს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მწვრთნელმა თვითონ უნდა გადაიხადოს ეგ თანხა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობაც მეტია, იმიტომ რომ ძირითადად ეხა ეგეც უნდა ითქვას, ახალგაზრდა ხალხი არის ასე თუ ისე რა, ვისაც ეგ დაინტერესება აქვს, რომ მწვრთნელი გახდეს პადელის და მე მგონია, რომ დღეს ისეთი ცხოვრება არის, რომ შენ თუ არ ჩადე შენ თავში ინვესტიცია, შეიძლება ვიღაცამ ჩადოს, მაგრამ ისე ვერ მოხდება, როგორც საჭირო არის. ამიტომ რაღაცა ეგ ინიციატივები მე ვაფასებ რა. ალბათ გარანტიები მწვრთნელებსაც ჭირდებათ და შეიძლება იყოს ეს ორივე მხრიდან და ინტერესები დაცული იყოს და ეგ არის გარანტია არის, რომ სიტყვაზე მე თუ ლიცენზიას ავიღებ, მაშინ ფედერაციამ სიტყვაზე დააწესოს ეგ წესი, რომ შენ ყავდეს მხოლოდ ლიცენზირებული მწვრთნელი. დღეს უბრალოდ ძალიან ძნელია მაგის გაკეთება, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი არ არის ლიცენზირებული და მაშინ ერთმა ადამიანმა თუ ორმა უნდა ავარჯიშოს ხო და არა მართალი ხარ, კი მესმის ხა განვითარებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების თვის იყოს, თან თუ გინახავთ ხა ბავშვების კორტი ეს არ არის ჩვეულებრივი კორტი, ეს არის სატრენაჟერო დარბაზი გავს, იმიტომ რომ უამრავი დეტალი, პატარა ნაწილი უნდა იყოს კორტზე, რომ მიაჩიო ადამიანი აღიქვას კორტი და შემდეგ ზუსტი დარტყმები განახორციელოს და თან გართობასთან ერთად. ხა ბავშვებთან ერთად ეს არ არის ისეთივე ვარჯიში, როგორც დიდებთან ერთად. დიდი მოდის, პულსი ხდის, უნდა რომ თვითონ ის დროში მაქსიმალური შედეგი მიიღოს და ბავშვისთვის ეს ასე არ არის. უნდა ირბინოს და თავისუფალი დრო ჭირდება და ასე შემდეგ. ამიტომ კი და მიდგომაზე განსხვავებული, აი ბურთები სხვადასხვა ფერია, უფრო ჩატეა რაღაცა და ჩოგანი სხვა არის და ასე შემდეგ. კი, და ეს ალბათ მომავალ პერიოდში გვეყოლება ასეთი ეგ არის რომ ანუ აი კლუბებს თუ ამ ორგანიზაციულ ანუ თუ ეს ადმინისტრაციული მხარე ექნება, სოციალური მედია ექნება, მე ეს კონკურენციაც ძალიან კაია რა, ვიღაცა კლუბი რაღაცას დადებს, მე სხვა კლუბები ამაზე იმას შვებიან რაღაცა, ზოგი ჯანსაღი კონკურენცია არის და
მგონია რომ მოხდება ეგ, აი უკვე ძალიან მალე პერიოდში ეგ იქნება რომ ყველა კლუბს ეყოლება. ეხაც ყავს, ასე ვთქვათ რა. ყველა კლუბს ყავს თავისი მწვრთნელი, ვინც კონკრეტულად მაგ კლუბში ავარჯიშებს და შენ თუ ხარ ჯიმბრიზის წევრი სიტყვაზე, მოდი ხარ, შენი მწვრთნელი დაგხვდება, რომელიც სულ ჯიმბრიზზე არის და ჯიმბრიზის მწვრთნელია, ასე ვთქვათ. ყველა კლუბს ეყოლება ეგეთი ადამიანი და საბოლოო ჯამში ეგენი იქნებიან, ვინც მე ლიცენზიას აიღებენ, ბავშვების ჯგუფებს დაიწყებენ და ნელ-ნელა ის გზა დაიწყება რა. კი ბატონო. ჩვენიერი გეგმარი ალბათ თქვენი როლიც ალბათ ეს იგულისხმება არ გითხოვს, რომ თქვათ ეს იქნება სოციალურ მედიაში კამპანიათ რაღაც, რომ სკოლებმა გაიგონ, მშობლებმა გაიგონ, მივიდეთ, რომ აი ესეთ საშუალებები არის და ნელ-ნელა. პრინციპში ეხლა ინფრასტრუქტურა კორტების სახით არის, მაგრამ აი შენაც ამბობ, ჯერ შეიძლება მზად არც ვიყოთ, როგორც გამაშო ბევრი ბავშვი მივიღოთ. ეგ ინიციატივაც კარგი თქვი ძალიან, ეგეც გვაქვს ჩვენ ხელშეკრულებაში შეტანილი, რომ ხელშეკრულებაზე მოთხოვნებისავით რეკომენდაციებს შეტანილი, რომ კლუბს თუ გარშემო აქვს ან უმაღლესი სასწავლებელი ან სკოლა ან რაღაცა მსგავსი ვალდებულება აქვს, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა მონაკვეთი უფასო დაუთმოს კორტები იმებს. დღეს ახლა მაგის მონიტორინგი ესე არ ხდება რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რომ წერია და არის ნათქვამი, ისედაც აკეთებენ ასე თუ ისე რა. ახლა პადელბადეთან მაგის ნათელი მაგალითი არის უნივერსიტეტის ჩვენი მეგობარი ზაზაც და ბიჭები მოვიკითხოთ და ანუ მაგის ნათელი მაგალითია ყველაზე დიდი ტრაფიკი ორი კორტი არის რა პადელბადეში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაფიკი ქონდა მომხმარებლების, იმიტომ რომ გვერდზე არის უნივერსიტეტი რა. გვერდზე მე შიგნით არის, ხო, რა მაგას ვამბობდა. აი ეგეთი რაღაცეები თავისთავად მოახდენს იმას, აი ეს რაც ჩვენ ვილაპარაკეთ რა უკვე ფედერაცია კი მაგას რეკომენდაციად გაცემს, მაგრამ კლუბები უკვე რომლებსაც უნდათ რომ რაღაცა თავისი კონცეფცია და ნიშა დაიჭიროს, აუცილებელია რომ შემოიკრიბო შენი კომუნა, ვინც შენ თან ერთად იქნება არსებობის ბოლომდე, ასე ვთქვათ რა. და უკვე ყავს ლოიალური წევრი. ხო, ლოიალური წევრი. მე მგონი სოფლიოში საკლუბო სივრცე ასე ვითარდება და ეგრე არის რა და აქაც რაღაც ეგრე დაიწყო და მე მგონია რომ ეგრე იქნება რა. თან ახლა გინდა არ გინდა, როდესაც მუდმივად ყავს ასეთი მოთამაშე, შეგიძლია ის წევრიც გახადო და უფრო მარტივია, იმიტომ თვითონაც არის დაინტერესებული, რომ ის ადგილი უკეთესი იყოს. ჩემთვის ბევრი კლუბი არის საყვარელი. დღეს აქ ვიწერთ, მაგრამ მომავალში მე სხვაგანაც ჩავიწერთ. ასე რომ ყველას გულშემატკივრობ და მინდა რომ საკლუბო დონეზე განვითარდეს რა. ეს არ შეეხება მხოლოდ ასაკობრივ გუნდებს, ბავშვების ან ცოტა მოზარდების. ეს ეხება სამოყვარულო დიდ გუნდებსაც. შეიძლება სამოყვარულო კლუბი კონდეს, თქვა სიტყვაზე ჯიმბრის, ან ბადეს, ან რა ვიცი, ნებისმიერ კლუბს. დათი, პრინციპში ყველაფერს შეეხე. კარგად, მე მომხელი ვარ, დიდი მადლობა. და ეხლა გადავიდეთ თუ არ ძალიან თუ არ დაგღალე, კიდე რამოდენიმე საკითხი არის, რაც მე მაინტერესებს. მართლა, კარგად შემიძლია. შეხვედრა რაც გქონდა, ის ხო დამავიწყდა და ეს უკვე უთხარი რომ შანსი არ მაქვს. ეხლა უკვე ახალი შეხვედრა მოდის. შეხვედრა მოდის რა, უი მე 10 ნახევარი არ აქვს. ხო და ესე იგი მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ ვილაპარაკეთ ნაკრებზე, ცოტა პროფესიულ ბადელზეც, ასაკობრივზე და გეგმებზე, ასაკობრივზე ბევრი ვერაფერი, იმიტომ რომ სულ გეგმას კაი სვიტყვი ასაკობრივზე, რომ ეხა FIP ბრონზიაც, რასაც უმასპინძლეთ ჩვენ, იგივე პრინციპის ტურნირი აქვთ ასაკობრივები, FIP Promises, რომელიც მთელ სოფლიოში ტარდება. და მომავალ წელს აუცილებლად ვატარებთ აქ ჩვენი მოთამაშეებისთვის, მაგრამ მანამდე გვინდა რომ რაღაც სასწრაფო ტურნირივით გავაკეთოთ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ არსებობენ ეს ბავშვები, ხა ჩვენთან მაგალითად ჯიმბრიზის კლუბში ეჯო და ალე, ხა ყველა ვინც პადოს თამაშობს უკვე ყველა მიცის, ამიტომ თამამა შეგვიძლია ეჯო და ალეს ფენომენი ესე ვთქვათ. ეჯო და ალე რაღაც არ აქვს ის რა ქვია სჯიბი თავის ხელებთან რა. უწევთ უფრო წნეხში ჩვენთან თამაში რაღაცა პატარები არიან, თან 14 წლის ბავშვები არიან და ამასობაში კი დაკაცდნენ და უკვე პადელის თამაშიც ისწავლეს, მაგრამ რაღაცა შენ ხელებს რო ეთამაშები და სხვა ის არის რა, რაღაც სხვა გზნობა არის მგონია მაგათთვის და ყველა ვარიანტში ვგეგმავთ რომ წელს გავაკეთოთ ეგ ტურნირი რომ დაიწყოს ეგ და მომავალ წელს უკვე ჩამოვიყვანოთ, ნუ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ჩამოვიყვანოთ ეს ტურნირი, ჩამოვიტანოთ ჩვენთან
და დაიწყოს იგივე ტრადიცია, რომ ყოველ წელს თუ არა 2 წელიწადში ერთხელ FIP-ის ესეთი ტურნირი, როგორც დიდებში, ისე ჯუნიორებში გაკეთდეს რა საქართველოში, სხვადასხვა კლუბებში რა თქმა უნდა. ფანტასტიკური, კარგი ბიძგი იქნება, ბევრი მშობლისთვის და ბევრი ახლ ბავშვისთვის რო დაიწყოს თამაში. და უკვე ნახავენ, მშობელი ნახავს, რომ რეალური რაღაცა არის. ბავშვები თამაშობენ ამას, არ არის მარტო დიდების თამაში. ჩვენი დათი ჩვენ ერთს რასაც არ შევეხეთ არის ჩემთვის ყველაზე ახლობელი ეს არის სამოყვარულო პადელი რა საიდანაც მეც დავიწყე ხა მე სრულიად ჩემთხოვით საერთოდ სხვა მიზნით ვიყავი ევროპაში წასული ველო ტურში ვიყავი მე და ჩემი მეგობარი რომელსაც მითხრა რომ რაღაც გავიარეთ მე 1000 კილომეტრზე მეტი რომ გავიარე მითხრა რომ ერთი დღე ველოსიპედს მაგერად დაუთმოთ აი ამ სპორტსო და პადელი პირველად მაშინ გავიგე სიტყვას არც ვიცოდი რა და შევედით კორტზე იქ იყო 1-1-ზე კორტი არის ანუ 10-7-ზე თუ არ ვცდები ის კორტი ამაზე პატარა და 10 მეტრი 7 მეტრზე და პირველივე ბურთი რო გათამაშდა, აი მაშინ მივხვდი რომ ამ სპორტი ეს იქნებოდა ხო, იმის მერე საერთოდ ველოსიპედი ცოტა გვერდზე გადაიწია რა. თუმცა ჩამოკიდე ველოსიპედი ჩამოკიდე. თუმცა იმედია რომ დაუბრუნდები მალე. რაც შეეხება სამოყვარულო პადელს, ესე იგი მე არ მინახავს ადამიანი, ჩემს ირგვლივ მე ჩემი მეგობრები ძირითადად, ვინც დაიწყო პადელის თამაში და არ გააგრძელა მერე უჩემოთ ან ჩემთან. არ არსებობს ეგეთი. ძალიან ცოტა არის. ვინც არის სუ მოდის და ნანობს, რომ როგორ მინდა და ვერ და სამოყვარულო პადელმა პრინციპში მთელ მსოფლიოშიც. ეხლა ჩვენ დღეს მაინც უფრო საქართველოზე ვილაპარაკეთ მეტწილად და სხვა ეპიზოდს თუ გავაკეთებ მსოფლიოში და ზოგადად პადელი რა ფენომენია. მაგრამ აი საქართველოში სამოყვარულო პადელმა შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ვინც ერთხელ მოვიდა და დაიწყო თამაში, შეეცვალა ცხოვრების სტილი. ხა ბევრი მახსენდება, ჩემ ვისაც ვეთამაშები ხოლმე, რომ მეუნებოდა რომ სპორტს საერთოდ დანებებული მქონდა თავი ბავშვობაში, რაც ვაკეთებ, მე დანებებული თავი მქონდა. ეხლა мотивация აქვს რომ სწორი კვება კონდეს, მოვიდეს აქ, მოიგოს, მომიგოს მე მაჩვენებს. იმიტომ ეგ არის მნიშვნელოვანი. ზოგადად სამოყვარულო პადელი არის მთავარი მამოძრავებელი პადელის სოფლიოში, ეგრე არის რა. იმიტომ არის პადელი ეგეთი პოპულარული, რომ სამოყვარულო დონეზე თამაშობს, ანუ სეგმენტი არის ძალიან ფართო. ასაკობრივი ზღვარებიც არ არსებობს ასე ვთქვათ ასაკობრივი ზღვარი კი არის ხა 50 პლუსი, მაგრამ ეგ ტურნირები და რეალურად ყოველდღიურობაში იმდენად ფართო სეგმენტი არის და იმდენად ყველაზე არის გათვლილი ფიზიკური მომზადება არ გჭირდება ეგეთი, ანუ ათლეტი არ უნდა იყოს რომ პადელი ითამაშო პირველი ნახევარ საათში ერთობი უკვე რაც სხვა სპორტებში ძალიან ძნელი არის რა. ხო, ანუ წარმოუდგენელი არის და თავარი ჩემი აზრით რაც არის და აი პირველად აი გადამზადებაზე ჩვენთან იყო ჩამოსული ფაბიან გელიფტერ არის ეგეთი ადამიანი ვინც 60 წელია პადელშია მეგონი და 60 წლის არის თუ რაღაცა ეგეთი დაიბადა პირდაპირ დაიბადა და 30 წელია მალაგაში კლუბი აქვს და რაღაცა რაც ვისწავლეო ამდენ ხანშიო არისო რომ Adel and social comes together რა ანუ იმდენად სოციალურად აქტიური და პოსტ თამაშის პერიოდი ის იმდენად სასიამოვნო არის იმდენ ადამიანს ნახულობ იმდენ ახალ ადამიანს იცნობ ძველ მეგობარს ნახულობ რომელსაც არ შეხვდებოდი შეიძლება არასდროს და ეხა თავიდან აღდგა მეგობრობები აქ მეგობრობები აღდგა სიყვარულები დაიბადა აი რავი ადამიანები გახდნენ ვინც რაღაც ჭამწონიანები იყვნენ გახდნენ სწორი კვება ეხა შენ რაც ახსენე სპორტული ცხოვრების რომელიც შეიძლება დაუკავშირო თან გართობასთან და თან cool იყოს და თან დამღლელი კარდიო ყველაფერს აკმაყოფილებს რა პადელი რა ამიტომაც გონია რომ მაგიტო არის ან ჩვენნაირი მოთამაშეები მე პირადად არ ვარ ეგეთი აქტიური მოთამაშე როგორც ჩვენ ხარ მაგრამ ანუ ზუსტად შენნაირი მოთამაშეებზე დგას სოფლიო პადელი რა ანუ ეხა ძალიან ისეთი ვის არის გვირგვინი მაგრამ იმაზე თანახმარ რომ პროსტა ვითამაშე ხოლმე ეგ არ მინდა რომ რამე იდგეს ჩვენ ხო არა რა ანუ ეს ვის ასა რომ მოყვარულ მოთამაშეებზე დგას აი ხა ჩვენს უგანაც არიან მოყვარული ეგ არის ამიტომ ალბათ შენი შემდეგი კითხვაც ეგ არის რომ
ფედერაცია რას აკეთებს იმისთვის რომ დათი სამოყვარულო პადელის განვითარება პირველ ეტაპზე იყო რომ ადამიანები თვითორგანიზებას აკეთებდნენ, ერთ მეგობრებს ეთამაშებოდნენ. მე ამ ყველა რაღაცა პერიოდი 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, მაგრამ მე გინდა რომ შენზე ცოტა ძლიერს ეთამაშო, ზოგი უფრო ჩარა განვითარდა, ზოგი ნაკლებად. ამიტომ გაჩნდა სურვილი რომ სხვა ადამიანებთან თქვა თქონოდათ თამაშები. ამან გამოიწვია ბუნებრივად, აი ეს დაინტერესებაზეც ეთყობა, როცა ჩემპიონატებს ან რაღაც პატარა ტურნირებს ვაკეთებთ, მეტწილად ხო, კლუბურ დონეზე თუ ფედერაციის დონეზე, უდიდესი დაინტერესება და მე ვიტყოდი სამოყვარულო პადელზე უფრო მეტი მაყურებელი დადის ხოლმე, ვიდრე მონაწილეც, რა თქმა უნდა, ეხლა რა თქმა უნდა, ვიდრე პროფესიონალზე. რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს უკეთესი სანახავია, ვიდრე ის, მაგრამ ესეთი ტიპის სპორტი სოციალური, როგორც თქვი რა სოციალურია და ამიტომ ბევრ ადამიანს მოყვება ბევრ მეგობარი იქნება, ოჯახის წევრი თუ ასე შემდეგ. ამან გამოიწვია ბუნებრივად, რომ ფედერაციას და ფედერაცია ფანტასტიკურად გაართვა ამას თავი, შეექმნა ლიგა. და აი თუ შეიძლება ამ ლიგაზე მოახსენე და გითხრა. მოკლედ ლიგის აი ხა რა ვთქვი, ეგ იყო რომ თავარი მიზანი რომ ისეთი სტრუქტურა მოგვეფიქრებინა, რაც მე გზელვადაში იქნებოდა ფართო ან მასობრივობაზე გათვლილი, რაც შეიძლება ბევრ ხალხზე. ამიტომ ეხა თავიდანვე ახსენეთ, ცოტა კომპაქტური ფედერაცია ვართ რა. და შესაბამისად ხებ საჯების რაოდენობაც არ არის 6 საჯზე მეტი არ გვყავს ასე ვთქვათ. თვითონ ადამიანური რესურსიც ეხა არ არის რომ ყოველ კვირა სიტყვაზე რაც არის მაგის მოთხოვნილება რომ ყოველ კვირა ტურნირი იყოს სიტყვაზე მინი ტურნირი მაინც ასე ვთქვათ, მაგრამ ტურნირი არის მაინც აი ეგრე მაგამდე მივედით რა ეხა მოყვებით თვითონ საიდანაც წამოვიდა ეგიდია, მაგრამ ტურნირი არის ძალიან იქ და იმ დღეს. კი. იქ და იმ დღეს თუ არ ხარ იმ კვირაში, თუ არ ხარ ფორმაში, გამოვარდნილი ხარ ტურნირიდან და ემშვიდობე შემდეგ ტურნირამდე რა. და გვინდოდა ისეთი რაღაცა, რომ შენარჩუნებაში მოგვეხმარებოდა პირველ რიგში მოთამაშეების და ანუ ამ რაღაც ჩვენ ორგანიზებულ რაღაცაში დარჩენაში და არ იქნებოდა ცვალებადი. კი, რა თქმა უნდა, ცვალებადობა ძალიან მნიშვნელოვანია და პირიქით კარგიც არის, რომ სხვადასხვა ადამიანები თავიდან დავიწყეთ ტურებით, ანუ ტრადიციული ტურნირებს ვატარებდით, რაღაცა ოფენი, რომელსაც წელსაც ვატარებთ და სულ ჩავატარებთ, რომელსაც აქვს ტრადიციული ბრეიქი, ანუ ბადის საკვალიფიკაციო ეტაპი, წააგე გავარდის პრინციპით რა. მერე უკვე ამას თან მოყვა უკვე სამოყვარულო ტურნირები კლუბურ დონეზე, სადაც უკვე ჯგუფებსაც აკეთებდნენ უკვე იმიტომ რომ აი ჯგუფში გარანტირებულ სანთამაშთან არსებობს სიტყვაზე, აი ეგ რომ შეიძლება წააგო, მაგრამ მაინც თამაშობ რა. ანუ ეგ იყო და მანდ მივხვდით რომ რაღაცა ისეთი სისტემა უნდა აგვეღო და არ უნდა მოგვეფიქრებინა რა თქმა უნდა რაღაცა ველოსიპედი და უჯობდა რომ რაღაცა გამოცდილებები, საუკეთესო გამოცდილებები აგვეღო და იქიდან ადაპტირება გავიკეთებინა ქართულ რეალობაზე. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ფედერაციებთან სულ აქტიურად გვაქვს რაღაცა მოლაპარაკება, კონტაქტი ასე შემდეგ და ერთ-ერთი იყო დანიის ფედერაცია რა, რომელმაც საერთაშორისო ფედერაციამ დაგვაკავშირა, აი ზუსტად ამ თემაზე რომ მივმართეთ, რომ აი როგორი მოწყობი შეიძლება იყოს ეს ლიგა და ასე შემდეგ და დანიის ფედერაციაში აღმოჩნდა რომ რაღაც 5 ადამიანი მუშაობს. ეგრე არის, მაგრამ 300,000 მოყვარული თამაშობს მაგათ ლიგას რა. და წარმოიდგინე რამხელა ციფრი არის რა. დამოკიდებულია თვითონ მოთამაშეებზე, თვითორგანიზებაზე. ხო და ჩვენ ახლა როგორც მივაწოდეთ მაგათ იყო რომ გვინდოდა შეგვექმნა სამოყვარულო დონე, ანუ სამ დონეთ რომ დაგვეყო რა ეს ლიგა რა. ანუ ეს სტრუქტურა, რასაც მოვიფიქრებდით, რომ ყოფილიყო ტოპ ლიგა, რომელიც იქნებოდა უფრო კომპაქტური და რაღაცა პროფესიონალებით გატენილი, მაგრამ თან ჩაკეტილისავით, იმიტომ რომ ცოტაა ეს პროფესიონალი და ვინც ახლოვდება პროფესიონალთან, იმასაც ცოტა ის რო კონდეს, ასე ვთქვათ, pressure. მეორე სამოყვარულო დონე, რომელიც იქნებოდა აი ამ დიდ მასაზე გათვლილი, რომელიც მთავარი მამოძრავებელია და მესამე გვინდოდა ახალგაზრდული ისის დაგვეტოვებინა, ჯუნიორი ძალიან ქვევით იქნებოდა და სტუდენტური ლიგა მოვიფიქრეთ, ამიტომ რა. მაგასაც შევეხები სტუდენტურ ლიგას. ხო და ამის სისტემის იდეა ის არის, აი რაც ევროპაზე მოვყევი რა. პრინციპი არის იგივე, გუნდი ანუ ორი ადამიანისგან თუ შედგებოდა ტურნირებზე გუნდი, ეხა შედგება გუნდი რაღაც სახელისგან, GMPF გუნდი რო დავარქვათ სიტყვაზე. და ეს გუნდი იღებს მონაწილეობას ლიგაში რა. წყვილი კი არ იღებს მონაწილეობას, გუნდის სახელით იღებს მონაწილეობას, სადაც შეიძლება იყოს მინიმუმ 4 ადამიანი უნდა იყოს გუნდში.
და მაქსიმუმ რამდენიც გინდა რა. და პრინციპი რა არის, რომ მიდიხარ თამაშზე ყოველ კვირა, ყოველ შაბათ-კვირას დაახლოებით 10 დღეში ერთხელ ეგეთი ტენდენციაა, მაგრამ ნუ ყოველ კვირა გამოდის, ასე ვთქვათ. ყოველ კვირა მიდიხარ თამაშზე, როგორც მიდიოდი შენ მეგობრებთან ერთად საღამოს, რა თქმა უნდა, ეგეც გათვალისწინებული გვაქვს, რომ სულ საღამოს დროებში არის თამაში, რომ სამსახურის მერე იყოს. კი, მაინც უფრო ხალხი თამაშობს, კი. ხო და ეგ არის პრინციპი, რომ მიდიხარ თამაშზე 4 ადამიანი, ორ კორტზე შედიხართ, ანუ ერთი წყვილი მოწინააღმდეგე წყვილს ეთამაშება, მეორე მოწინააღმდეგე წყვილს ეთამაშება და არის ასევე მესამე თამაში, რომელიც შეუულიათ გუნდებს აირიონ და ისე დადგენ წყვილები და ეს რას ქმნის ახლა რა, რატო არის მაგარი ეს სისტემა, რომ აი სწორედ ის რა, რომ თქვით, რომ ტურნირზე თუ დღეს აქ თუ კონცენტრირებული არ ხარ და რა ძალიან ძნელია რა, ეხლა არაპროფესიონალისტვის რომ სულ რაღაცა მოწოდების სიმაღლეზე იყო რა. მანდ გაქვს ბევრი შესაძლებლობა, რომ გუნდი მაინც იყოს რაღაცა სატურნირო იმაზე რა, რაღაც აქტივობაში რა და შენი ერთი წაგებით არ ინგრეოდეს მთელი ტურნირი. არც იქ არ ინგრევა, მაგრამ შენ გენგრევა რა, ოცნების კოშკები რომ ვეღარ იგებ, მაგრამ აქ ბევრი შესაძლებლობა გაქვს, იმიტომ რომ შეიძლება შენი პირადი თამაში წააგო, მაგრამ შენმა მეორე გუნდმა მოიგოს, იქ მესამე შერეულს შეიძლება ერთს მოგიწიოს მაინც თამაში და ანუ ბევრი შესაძლებლობა. თან ის არის რომ მთელ წელზე არის გაწელილი და უცხო ადამიანებს ეთამაშები და ბევრ რაღაცას სწავლობ. ეგ არის, ანუ შენი დონის ადამიანებს, შენი დონის ასე ვთქვათ, ეხლა დონეები. სამოყვარულო დონის, მაგრამ ეგ არა უშავს. სამოყვარულო დონის ადამიანებს ეთამაშები და სულ განსხვავებულ ადამიანებს ამ ერთი თამაშის დღესაც სამი სხვადასხვა განსხვავებული თამაში ტარდება, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და თვითონ ამ გუნდების რა თქმა უნდა კონკაგი როგორ უნდა ვთქვა, არ ვიცი, შეჯიბრი ასე ვთქვა, სატურნირო ცხრილშიც. მე უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ამას მეგობრები მოყვებიან, ჩვენ პირველზე რო ვართ, ეხა იმ დღეს თვალმაი ცხოვრებაში პირველად მართლა, აი პადოში ეხა დიდად მე ვერ გამოვირჩევი თამაშით, მაგრამ ჩემი გუნდი მოკლედ პირველ ადგილზე არის. პირველ ადგილზე არის მოკლედ სატურნირო ცხრილში და გამოდე ეგრევე ინსტაგრამზე რომ ჩვენი გუნდი პირველზეა და მესვისაც დავა. ყველა თამაში წავაგე ლიგაში რა თამაში. აი პირდაპირ ვიტყვი რა, ჩემ მეწყვილეს არ ეწყინება ნიკალას რომ მივესალმები აქედან, მაგრამ ჩემი ბრალი იყო, ყველა ჩემი თამაში წავაგეთ, მაგრამ ჩემმა დანარჩენმა გუნდელებმა ყველა თამაში მოიგეს. შესაბამისად, პირველ ადგილზეა Dark Knight, შეიძლება შეამოწმოთ A დივიზიონი. საერთოდ შემოწმონ ეგეც გითხარი. ხო და ეგ იყო რა, დანიასთან მოკლედ ეს რომ მოვილაპარაკეთ, ავიღეთ ეგ სტრუქტურა, რომ 4 ადამიანი და მაგას ქვია Team League, ასე ვთქვათ, რომ გუნდის სახელით გამოდის. ტარდება ყველა კლუბში, ანუ გადანაწილებული არის თამაში, რომ ყველა კლუბში გიწევდეს თითო ტური, ასე ვთქვათ. და სადღაც მოკლედ ეს ხალხი უნდა შეგვეკრიბა, იმიტომ რომ აქამდე ისე ხდებოდა, რომ ამ რეიტინგებს, იმებს ვიჯექით ლეპტოპთან, Excel-ში, ანუ კალკულატორი გვედოდა, აი ცოტა ეგრე მიდიოდა თქვა და ეგ თუ ავტომატიზირება არ მოხდებოდა მაგისი, უკვე ფართო საზოგადოება 300 ადამიანს 5 ადამიანი ვერ შეუყვანდა Excel-ში დანიაში ნამდვილად. ამიტომ არსებობს ეგეთი პლატფორმა rankedin.com, რომელიც არის საერთაშორისო პლატფორმა და 100-ზე მეტი ფედერაცია, საერთაშორისო ფედერაცია იყენებს ამ პლატფორმას. არის ტურნირების და ლიგების საორგანიზაციო პლატფორმა რა. ყველა რეგისტრირდება, აკეთებენ accounts. მანდ ცოტა რაღაცა ტექნიკური პრობლემები იყო, იმიტომ რომ მოკლედ აქ არ ოპერირებს ის საგადახდო სისტემა, რაც იმიტომ რომ player card წესით rankedin-ზე უნდა იყოს მიბმული რა. მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ player card-იც ყოფილიყო აუცილებლად, ამიტომ ეხლა მოგვიწია რომ player card-ი კიდე ცალკე იმაზე გაგვეყიდა პლატფორმაზე. აბაულაჯიზე, ასე ვთქვათ. და rankedin-ზე მოკლედ ყველა ეს მოთამაშე უნდა დარეგისტრირდეს rankedin-ზე, შექმნას ადმინმა გუნდი, დაარქვა სახელი და მე ეს მოთამაშეები დაჯოინდნენ არსებულ გუნდში რა. პრინციპი არის, რომ არის 4 დივიზიონი, სამოყვარულო დივიზიონებს შევეხოთ, A, B, C, D დივიზიონები არის. 10 გუნდისგან შედგება ეს დივიზიონები, რომლებიც წელს ითამაშებენ ერთ წრეთ ერთმანეთთან, ანუ ყველა გუნდს შეხვდები ერთხელ და საბოლოო ჯამში წლის ბოლოს გამოვლინდება ყველა დივიზიონში, რა თქმა უნდა, გამარჯვებული და დივიზიონის ჩემპიონები, ასე ვთქვათ, დაჯილდოვდებიან და გამოვლინდებიან და ასევე პირველ 4 ადგილზე, პირველ 4 პოზიციაზე ყველა დივიზიონში გასული გუნდები
წლის ბოლოს ითამაშებენ პლეი-ოფს. ანუ 16 გუნდი 16 გუნდი გავა. ითამაშებენ ტრადიციულ ბადეს, ანუ ასე ვთქვათ, ბადე იქნება, მერვედფინალი იქნება მოკლედ ეგრევე. მაგრამ თუ მერვედფინალში ხარ, შენ თუ ტურნირზე გადიხარ, მერვედფინალში ერთ თამაშს თუ გამოვარდები, აქ პრინციპი იგივე გადმოდის რა, ანუ 4 ადამიანი თამაშობს ერთ შეხვედრას, ასე ვთქვათ, 3 თამაშისგან შედგება ერთი შეხვედრა. ხო, მინიმუმ 4 არა. თამაშზე 4 ადამიანია რა. 4-ზე მეტი თამაშზე ვერ გავა, ანუ პირველი წყვილი, მეორე წყვილი და ან შერეულ ხო. როგორც სანაკრებოში არის, ის არ გადმოდის აქ. ხო, არა. 4 ადამიანი თამაშობს, კი. 4 ადამიანი ითამაშებს და ფინალისტი გადავა ტოპ ლიგაში. ფინალისტი აი როგორ არის, იცით რომ რადგან გუნდებს გამარჯვებული გუნდი, 4 ადამიანის სპოტი მოკლედ 4 გადადის თუ ის გუნდში რჩება, თქვა გუნდში თუ 6 წევრი ან 8 წევრია. არა, მთლიანი გუნდი გადადის, მთლიანი გუნდი გადადის, მაგრამ თუ ეხა მოყვარული ხარ და გინდა რომ დარჩე ამ ლიგაში სიტყვაზე და არ გინდა ტოპ ლიგაში, ის გუნდი გადადის და იქ უკვე გადათამაშებები ხდება თავიდან და რაღაცა დრაფტი იქნება. გუნდი აუცილებლად გადადის და იმ გუნდში შეიძლება ახალი შეიძლება წევრები შეემატოს, შეიძლება გამოაყდეს, ხო, ეგ არის რა, მაგრამ გუნდის, ხო. გუნდი რო გადავიდა, იქიდან არავინ არ ჩამოდის, არც ქვედა ლიგიდან არ ჩადის სტუდენტურ ლიგაში. სტუდენტურ ლიგაზე მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი გულის ტკივილია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი ეს დანიის ფედერაციასაც რო ველაპარაკებოდით, რომ ჩვენო ეგ იდეაო არ მოგვსვლიაო, იმიტომ რომ ძალიან კაი საშუალებაა რომ ახალგაზრდა მოთამაშეების ნაკადი გაიჩინო რა, იმიტომ ჩვენ ჯუნიორები გავაკეთეთო პირდაპირ რა. და ჩვენ სტუდენტური გვინდოდა, მაგრამ ეხა მივხვდით თურმე რატომაც არ გავაკეთე სტუდენტური, იმიტომ ძალიან ძნელია მოკლედ საგამანათლებლო სისტემაში შესვლა როგორც სპორტი და იქ რაღაცა იმდენად ბევრი ბიუროკრატია არის და სტუდენტებისგან უნდა მოდიოდეს ინიციატივა, ბევრი სტუდენტისგან უნდა მოდიოდეს. მე ვიცი რომ მოდის, მაგრამ აი რაღაცა იქ თვითმმართველობებს და მოკლედ რაღაცა ინიციატივის ნაკლებობა არის მოკლედ. მე ვფიქრობ რომ ქოლი გავაკეთოთ ყველა უნივერსიტეტი ჩავერთოთ ან რაღაცა შეხვედრა გავაკეთოთ, მაგრამ ყველა ვარიანტში მოკლედ წელს ლიგას თუ არა რაღაცა ტურნირს აუცილებლად გავაკეთებთ, სადაც ყველა ეს დაინტერესებული უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას და საბოლოო ჯამში მომავალ წელს უკვე ლიგასაც იმედია დავიწყებთ რა. მოკლედ ამის თქმა მინდა რომ სტუდენტური ლიგა წელს რაღაც ვერ მოიკიდა ეგრე ფეხი, აი ეს ამ რაღაცა. მე როგორც ვიცი, კერძო ინიციატივებით რაღაც უნივერსიტეტები აკეთებენ თავენ ტურნირებს. ხო. ეგ არის ხო ეს ასე. ეს არის საფუძველი. დათი ძალიან ბევრი რაღაც ფედერაცია არის, კი. პატარა ფედერაცია არის, არატრადიციული სპორტია. რთულია ჩვენ ქვეყანაში სხვა სტუდენტური სეგმენტის ჩართვა სპორტში, რომელიც არ არის იაფიანი სპორტი და ეს არ არის მარტივია. კიდევ რთულია ფსონები, ანუ გათვალო რაღაცა, რაც რეალურად არც მომხდარა, არც იცი როგორ შეიძლება რა. და ნახა, სიმართლე რომ ვთქვა, იმ სტუდენტების დიდ ნაწილს არც იცი საერთოდ რა სპორტია ეს, იმიტომ რომ ეზოში არ უთამაშია, მეგობარისგან არ გაუგენ, ნელ-ნელა იგებენ და შეიძლება ეს ვთქვა მომავალში თვითონ უნივერსიტეტებმა ვთქვა ინიციატივა, კი, როგორც ფედერაციაზე გთხოვთ ჩაგვიტარეთ ან დაგვეხმარეთ და ჩვენ ჩავატარებთ საერთოდ არ არის ფედერაცია მნიშვნელოვანი რომ ფედერაციამ ჩაატაროს, უბრალოდ ფედერაციამ შეიძლება რაღაც ურჩიოს ეს ჯობი ეს გამოსვლები. ეგ ყველა ვარიანტში. ამიტომ დან არ მოიწინა ხა მაგ საკითხზე, მომავალში ხო, ხო, აი თავარია ეს სისტემა ეხა დაფუძნდა. თავიდან პრობლემებიც ჰქონდა, რაღაცა კლუბებიც ცოტა დაბნეულები იყვნენ, ჩვენც რაღაც ცოტა დაბნეულები ვიყავით, იმიტომ რომ უცხო არა ეს ყველაფერი, ამის ორგანიზებაც რაღაც პირველად გიწევს. რომ 4 ადამიანი უნდა მივიდეს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ კლუბში, იქ რაღაცა გადაიხადოს თან სპეციალური ფასი არის ჩვენი ლიგის თამაშებისთვის, ეგ აკონტროლო, ანუ ცოტა ძნელი სამართავი და საკონტროლოა, მაგრამ ეხა უკვე ჩავჯექით კალაპოტში. ძალიან პულზე ხელი გვაქვს პულზე და კარგად მიდის, ასე ვთქვათ, ლიგა. და მთავარი რაც არის ამ რენგდინის დატვირთვაც რაც არის, ეს ლიგა საბოლოო ჯამში იქნება თვითრეგულირებადი, ასე ვთქვათ რა. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმდენად ჩართულობა არის, ანუ ამ პლატფორმაზე როგორ არის, მოკლედ რომ მაყურებელსაც რომ აუხსნათ და მსმენელს, რომ ყველა გუნდს ყავს კაპიტანი / ადმინი, ანუ ადმინი არის ეს. კი ბატონო, მეც იგივე. კი ბატონო. და მოკლედ ყველა თამაშის ბოლოს, რომ დამთავრდება ეს სამივე თამაში, კაპიტანს აქვს შესაძლებლობა რომ შევიდეს რენგდინში, enter results აჭერ.
გიგდებს რაღაცა დეშბორდს, სადაც შეკავს შენი პირველ რიგში შემადგენლობები ყველა თამაშზე რა წვილები იდგნენ, რა ანგარიშები დამთავრდა, საბოლოო ჯამში ვინ მოიგო, 2-1 მორჩა, 3-0 მორჩა, 2-0 მორჩა თუ როგორი ანგარიში დამთავრდა, ორივე გუნდი ამას ადასტურებს. ნუ თუ ორივე არ ადასტურებს იმის ნათქვამი იმარჯვებს, ვინც ადასტურებს, იმიტომ არის ხოლმე რომ არ ადასტურებენ და აქაც მოგიწოდებთ რომ თუ თქვენი სახელები და თქვენი შემადგენლობები არ შეკავთ რენკდინში, თქვენ პირად ქულებსაც ვერ იწერთ რეიტინგში, ამიტომ შეიყვანეთ, ძალიან ადვილი არის და ეხლა ვინც უკვე მაგას აკეთებს, უკვე ყველა ძალიან რაღაცა იყენებს ამ აპლიკაციას. აპლიკაციას არ არის, რაღაც საიტი არის, ცოტა შეიძლება ისეთი ფეშენებელური აპლიკაცია არ არის. არა, მაგრამ სწორია მარტო თავარ საქმეს აკეთებს, რომ შენ შეგიძლია შეხვიდე, შენი ანგარიში ჩაწერო, ისე რომ იქ არც საჯი არ იყოს, არც ორგანიზატორი არ იყოს და რაღაცა და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაც შეიძლება ფართო მოხმარებაზე იყოს. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დათი, რომ თქვენ არ აიღეთ პასუხისმგებლობა ეგეთ რაღაცებზე, თვითორგანიზების ხაზით ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ადამიანი ჩავთოთ ჩემპიონატებში, თქვენ შეგიძლიათ და ზოგადად და ძალიან ხარდა რომ ეგ გზაიჩიეთ და უფრო და უფრო უნდა იყოს თვითორგანიზებას. კი, აი კიდევ ვფიქრობთ ესეთი რაღაცას რა, აი ჯერ იდეის დონეზე არის ამ სისტემას, ანუ ამ პრინციპს რომ 4 ადამიანი და გუნდის სახელით მაგას არ შევცვლით, იმიტომ რომ ძალიან კაი გამოხმაურება მოყვა მაგას, მაგ პრინციპს თვითონ რომ თამაშის რომ ბევრ შანსს გაძლევს გუნდს რომ თავი გამოიჩინო და მაგას არ შევცვლით, მაგრამ დღესდღეობით ახლა რა კლუბების ფუნქციონირებს უკვე ყველა ისე გაძლიერდა რომ თავისი კომუნაც ყველას ყავს სოციალური მედიაც აქვს ასე და ასე შემდეგ შეიძლება რაღაცა ეს დივიზიონებივით მივაკუთვნოთ ჩვენი სისტემით იყოს მაგრამ რაღაცა კლუბის სახელები დაერქვა სიტყვაზე ამ დივიზიონებს და კლუბმა ორგანიზება თვითონ გააკეთოს ჩვენი წესებით, ასე ვთქვათ, ანუ ჩვენი სისტემით, ორგანიზება გაუკეთოს თელწლიან ამ ლიგას, იგივე პრინციპი იქნება რენკდინზე, იქნება უბრალოდ შენ თუ სამსახურის გვერდზე გააქვს სიტყვაზე პადელ აკადემი, იქ ჩაეწერები და იქ მიიღებ ამ ლიგაში. სალამი ბიჭებსაც, ძვება მიხანაშილეს. და ანუ რაღაცა იქ ითამაშებ, მთელი წელი იქნები ისედაც თუ დადიხარ მანდ და თამაშობ პადელს, მანდ ითამაშებ ლიგას და რაღაცა პირველი წლის ბოლოს და შემაჯამებელზე იქნება ამ კლუბებში გამარჯვებულების ჩემპიონთა ლიგა, რომელსაც უკვე ჩვენ დავაორგანიზებთ და ფედერაცია, ასე ვთქვათ, უფრო დააორგანიზებს პროფესიონალურ ლიგას, რომელიც 6 გუნდიანი არის და უფრო გადასაღებად, ხო, მაგალითად დავილაპარაკოთ, მაგრამ ეგ პრინციპი მგონია, რომ უკვე შეგვიძლია, რომ ხალხმა თავისთავად მიაკუთვნოს რამე კონკრეტულ კლუბს, მაგათი საცხოვრებელიდან, სამუშაო ადგილიდან თუ ასე შემდეგ გარემოებებიდან უკვე არის ეგ მაგის შესაძლებლობა. თან რაღაცა ყველა კლუბი დღესდღეობით რაც არის, უკვე იზრდება, უკვე მეორე ფილიალს ხსნიან, ამიტომ ეგის მაგის შესაძლებლობაც გააქვს, რომ უკვე ვარიაციაც კონდეს, რომ ან იქ მიხვალ შენ კლუბში, ან მეორე ადგილას მიყვალ, მოკლედ ანუ აი ეგეთი რაღაცეები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტა კლუბებსაც მივცეთ ეგ ინიციატივა, ეს კლუბებში rivalry, ანუ ასე ვთქვათ, კაი ჯანსაღი კონკურენცია იქნება და მაგას შექმნის და უფრო ერთმანეთს რაღაც დავაფუშინგებთ, რომ რაღაც კაი გააკეთოს ყველა კლუბმა. მაგას შექმნის და საბოლოო ჯამში ის იქნება, რომ ჩვენ მაგის ორგანიზებას ცოტა მოვაკლებთ სიტყვაზე ჩვენ ძალებს და მივმართავთ აი იმ გზების გაჩენაში, რაც არის ბავშვების პადელის წამოწევა, უკვე სამწუთმელო რაღაცა კონკრეტული ტრადიციული გზები და რაღაც ეს გადამზადებები უკვე რომ ჩაჯდეს კალაპოჩი და რაღაც ეს პროფესიული გზა უკვე გამოჩნდეს ასე ვთქვათ, ხა რომ ბუნდოვანი არის. სწორ ღერძებს აღნიშნავს. საბავშვო პადელი თუ ასე პროფესიონალური და სამწუთმელო ნაწილი, რაზეც რეგულირება კომერციულიც უკვე ვეღარ ხვდები, ხო, კომერციული შეიძლება სამოყვარულოც უფრო იყოს რა, ანუ იმდენად დიდი დაინტერესება არის და დასწრებაც ეხა მე რაც ნანახი მაქვს ტურნირებზე, ნუ მე ჩემ თავზე შემოვიდა. შენ თავ ანუ ფინალზე, 300 ადამიანი არასოდეს ჩემ არაფერზე არ ყოფილა. ნახევარფინალში, ხო, ჩვენ შევხვდით. მეოთხე ფინალში შევხვდით, მე ნახევარფინალში არ ვყოფილი ვარ არასდროს. ამიტომ მეოთხე ფინალში, ანუ რავი, არც ერთ სპორტში ხა მე მითამაშია ფეხბურთი და მე მაგდენი გულშემატკივრის თვალწინ არ მითამაშია პირდაპირ. ხო, არ მითამაშია რა.
და სხვა ის არის რა, სხვა სულისკვეთება არის, იმდენად დაინტერესება, მართლა ოჯახებით მოდის ხალხი, პლაკატები და ანუ უკვე აი მოსწავლეები, სტუდენტები, მეგობრები, ეს იყო ყველაზე მაგარი. კიკიტას თამაზე, ანუ მოვიდა ხალხი, სტუდენტები და კიკიტმას და რაღაცეები, ანუ მოკლედ საოცრება არის, ეგეთ რაღაცეებს აკეთებს რა. და მეხმარნენ გამარჯვებაში საბოლოო ჯამში. მე რა, გაბრომ მოიგო ძირითადად, მაგრამ მაინც კარგი დღე იყო. მოცარტი, კი, პადელის მოცარტი. ხო, ეგ არის იდეაში რაც გვინდა რომ მოკლედ ეს გვინდა რომ თვითრეგულირებადი იყოს, იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს და ზუსტად ვიცი რომ დღეს თუ გყავს ეხა 300 მოთამაშე გყავს, ვინც ლიგას თამაშობს და ყველა თამაშობს. მე უფრო ეხა მაინტერესებს თქვენ გარდა ამ სამყარო ტურნირებისა, რაც თავარი თქვენი ნაწილი არის პროფესიონალური ტურები, რასაც აკეთებთ. პროფესიონალური რა პრინციპში ეგეც არის ტურები, კი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. არსებობს რეიტინგი, რომელიც უკვე რანკინგზე არის მიბმული, თუ არ ვცდები, და ამის მიხედვით არიან განთესილი მოთამაშეები, რომლებიც ტურნირს შეუდგნენ 1.32-დან 1.16-დან თავარი ბადე, სწორი ხარ. და არის საკვალიფიკაციო რაუნდი, თუ ბადე შეიძლება ითქვას, საიდანაც ადის ხალხი. აი როგორ შეიძლება ადამიანმა გაიგოს და საიდან შეიძლება გაიგოს აი ეს მონაწილეობის შესახებ, როგორ ნუ ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო არხი Instagram-ი არის დღეს, იმიტომ რომ ნუ ყველაზე დიდი მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ვის რაც პადელს ყავს Instagram-ზე, ყველა არის ასე ვთქვათ. პადელს თამაშობს, ყველაზე მეტი მომხმარებელი ყავს Instagram-ზე, ხო? ალბათ ეგრე არის რა. და ნუ Instagram-ი, Facebook-ი, რა თქმა უნდა, ეს სოციალები და LinkedIn-ი ახლა საკომუნიკაციო არხი არ არის, მაგრამ იქ ცხადდება რეგისტრაცია, იქ რეგისტრირდები, იქ იგებ რეგულაციებზე, იქ იგებ წესებზე, ფი რამდენია, ანუ თანხა რამდენია საწევრო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ რომ დაგვაფოლო ჩვენ Instagram და Facebook გვერდებზე Georgian Padel GNPF შემოკლებით. რამდენი ფოლოვერი გყავთ თუ სამი ეხა ვართ გუშინ მომწმებდი 2595 გყავდა და ჩემი ოცნებაა რომ 3000-მდე ავიდე. ხო და 1000 ადამიანი თამაშობს და მეტი არის რეალურად, მეტი არის, მაგრამ არ დაგვამატა რა. ამიტომ დააფოლოვეთ, ლურჯი ღივაკი არის. მოკლედ, გარდა თქვენი თქოთ სახელმწიფო და ეროვნულ და რეგიონულ დონეზე აღიარებებისა და ნაკრების და ბევრი რაც ვილაპარაკეთ. პადელისთვის დიდი ნაბიჯი იქნება 2022 წლისთვის ჯერ გარანტირებული არ აქვს, მაგრამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკვე და პადელის პოპულარიზაციას ძალიან შეუწყობს ხელს. წაადგება 2022 წლის ოლიმპიადაზე პადელის როგორც ოლიმპიურ სპორტად აღიარება. თუ ამ გზით წავალთ, ჩემი აზრით ფედერაციამ უნდა განსაზღვროს ის რომ როგორღაც საქართველოს მოხდეს ძალიან ვაიმე. ჯერ არც კი ვიცით ფორმატი როგორ ისიც კი არ ვიცით იქნება თუ არა, მე არ ვიცით რა ფორმატი იქნება. მე მგონი არ იქნებაო რა, მე როგორც ვიცი ხა რაფა მითხრა რა. ნახოთ 2022 წლამდე მაინც დრო არის და იმდენად, მაგრამ იმდენად მუშაობენ მაგაზე, იმიტომ რომ მან რაღაცა კომპონენტები არის რომ უნდა დააკმაყოფილო რა. ამიტომ პადელის UEFA შეიქმნა ეხა ევროპის პადელის, რომელიც იმ კოლგა ორგანიზაციის ქვეშ არის, საერთაშორისო ლისტის წევრების ჩვენ ვართ. ანუ უკვე ყველა იმ ნაბიჯით გავენ, რომ ევროპის ოლიმპიადაზე უკვე იყო პადელი და აღიარა ევროპის ოლიმპიადა. უფრო რაღაც ბიუროკრატიული პროცესები არის, რომ იქ ანტიდოპინგურმა უნდა ოლიმპიადის რაღაც აღიაროს, ეგრეგოგნიშნის ის მიდის ახლა პროცესი, საერთაშორისო ფედერაცია გადის მაგ პროცესს ახლა და ეგეც რავი, ახლო მომავალში ეგეც უნდა გაიარონ წესით და უკვე ამ ყველაფერს დააკმაყოფილებენ, გახდება ოლიმპიური სპორტი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ პადელი არის სრულყოფილი სპორტი რა. 2022-2016-ში მაინც გახდება, ასე რომ ეს დროის ამბავი. და აი LA-ში 2022-ში და პადელი და ჩვენი ყოფნა ძალიან იქნებოდა რა. 2022-ში განსაზღვრულია უკვე სად უნდა იყოს? ეხლა მოსაჯელი. 22-ში გახდება. 22-ში ალბათ ვერ. 22-ში კი, არაფერი. ხო, არა, მესმის, ხო, ეხლა, ნუ 28-ში LA-ში და ხო, 22-ში უეჭველი შეიყვანენ, ნუ ეგ მითხრა რაფამ. მაგაში ავიდე. კი, არაფერი. დათი, სანამ ახლა ჩვენ ოლიმპიური ნაკრებში უკრავთ და იქ წავალთ და შემდეგ შეიძლება ოლიმპიური ოქროც ჩამოვიტანოთ, კაცმა არ იცის. რა საერთაშორისო გამოცდილებები ხუმრობთ ნახევრად და ძალიან რთული იქნება, მაგრამ იმედია. რეგიონალური ტურნირები იქნება ის გზა, რაც აი
თქო როგორც ბავშვი პადელიდან იწყებდეს და მე ნელ-ნელა ვითარდებოდა საერთაშორისო ტურნირებზე, ეგრე არის ალბათ ნაკრებისთვისაც. რეგიონში გვაქვს იმის საშუალება, რომ როგორც თანხების მობილიზაცია შევძლოთ და ჩავატაროთ ამ ქვეყანაში, ან კავკასიის ნებისმიერ და სამხრეთ კავკასიის ნებისმიერ ქვეყანაში, თუ შავი ზღვის ქვეყნებში, თუ შუა აზიაში, აი ამ მიმართულებით ფედერაციას თუ აქვს რამე იდეა და თუ არის რამე რაც თქმა ველოდოთ შემდეგი წლისთვის, აი მომავალ ერთი პირველ რიგში აი წელს რაც იყო FIB ბრონზი ეგეთი ტიპის ტურნირებს ჩათვალე ყოველ წელს უმასპინძლებთ, იმიტომ რომ ანუ აი ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩვენი მოთამაშეებისთვის, რომ აი სახში ჩამოვიდნენ და მაყურებლებისთვის. მე პადელი ათლეტების მიერ შესრულებული ლაივა. სახეები რომ მახსოვს ახლა ჩვენი ფრენლების და ახლა აი კეშოსი და ბიჭების, აი კეშოს სახე მახსოვს. აი ესე გაკვირვებული სახით უყურებ და ისეთ მაღალ დონეზე თამაშობდნენ, ისეთი ახალგაზრდა მოთამაშეები, ახლა 16-15 წლის გოგოები და ბიჭები იყვნენ. დაფრინავდნენ რა, ანუ ისე თამაშობდნენ. გამარჯვებული 15 წლის იყო ერთ-ერთი. 15 წლის იყო, ხო, ანუ შარშანდელი ინსტაგრამის ფოტო მანახა მერე ჯიმიმ, ბავშვი არის, აი სოსკით ბავშვი დგას ჩოგნით ხელში საყვარელი და ხო არა, ხო, აი მართლა ზაა პატარა ბავშვი. ეგ არის ნიშანი. ეგ არის რა, რომ ანუ ვარჯიშობს რეჟიმი აქვს. კი და ძალა ქონდა და ძალიან სწორად თამაშობდნენ რა და იქ ყველა ვარიანტი გაკეთდა. აი ბუთიც გამოვარდა რაც მინდოდა რომ აგვერია კადრი და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს უნდა მოვხდარიყო, კი. კი, ხო ეს არის. უხდება ვიდეოებში. ხო და ეგ აუცილებლად ჩატარდება და აი რაც ახსენე შე რეგიონალური ერთი დონეზე ყოფნა რა ჩვენი და შავი ზღვისპირეთი და შუა აზია ეგ მაგაში მოკლედ ეგეთი იდეა გვაქვს რა რომ როგორც თავიდან ვახსენეთ რომ თამადობით და რაღაც თავის გამოდებით ცნობილები ვართ ამაშიც მინდა რომ გამოვიდოთ მოკლედ თავი რა და რაღაცა იდეა ეხლა ძალიან დეტალებში აღარ ჩავყვები მაგრამ გვაქვს იდეა რომ ჩვენ ვიყოთ მაგის რაღაცა ინიციატორები რომ შეიქმნას ეგეთი რეგიონალური ლიგა რა ლიგა თუ თასი თუ ტურნირი რაც იქნება ხო რაღაცა ეგეთი იყოს რომელიც ჩატარდება არა მარტო საქართველოში აი ეს ალბათ მონაცვლეობით უნდა იყოს ხო ასევე ყველა ამ ქვეყანაში და რაც კომერციულად ჩემი აზრით რაღაც საინტერესო იქნება როგორც კომპანიები ახსენე კომპანიებისთვის ანუ ინვესტიციებისთვის და რაღაცა მაგ მიმართულებით საინტერესო იქნება იმიტომ რომ ერთი დონის თამაშები იქნება არ იქნება მართლა რაღაცა გადავლა ვიღაცაზე ან გადმოვლა ვიღაცის ეგ არ იქნება რომ ქვეყნის სახელით არის და ქვეყნები ერთმანეთს მაინც ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს იქნება და რაღაცა ამ პატარა ცოტა სოციუმში ესე ვიტყოდი კიდე ახალი რაღაცა პადელის კერა გაჩნდება რა. დათი ამას რატო გეკითხები, იცი, პადელი არ არის ისეთი თქო სპორტი, სადაც რა არის? ხედავ ზე უკვე რა აქ რომ მოვამორჩები და კი. პადელი არ არის ისეთი სპორტი, რომ ფავორიტმა ვერ გაიმარჯოს, ან თუ არის ფავორიტი, როგორც წესი იმარჯოს. ეგეთი ტიპის სპორტი. ეგეთი ტიპის სპორტებს უხდება ჩაშლილი, ამიტომ თქო ზემოდან რეგულირებული ფეხბურთი ეს ასე არ არის. მეტწილად ღია არის და შეუძლია შესარჩევში ლუქსემბურგი ან რომელიმე შედარებით სუსტი ქვეყანა ეთამაშოს მსოფლიო ჩემპიონს, მათ შორის გერმანიასთან. პადელში ეს ასე პირდაპირ არ არის, მაგიტომაც ახლა ევროპის თასებზე ეს 4 გუნდი გამოყვეს, იმიტომ რომ აშკარად უფრო ძლიერია ვიდრე დანარჩენი გუნდები. აი რეგიონულ ტურნირში თქვენ თუ წარმოიდგენთ ახლა აქ რომ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში, ფინალში ან თუნდაც ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშება ჩვენ რომელიმე მეზობელს ან ესეთ ერთის გამოტოვებით მეზობელს ხო? ჩერეს მეზობელს ხო? ახლა ლიბანი არის კარგ დონეზე თქო ეგვიპტე ეგენი უკვე ჩვენზე ცოტა მაღლა არიან და კარგად თამაშობენ რა. თურქეთი იქნება თუ რაღაცა მე მგონია რომ ეგენიც ჩქარა განვითარდებიან. ფანტასტიკური სანახაობა იქნება გულშემატკივრებით, სპონსორებით, რა ვიცი, მე მგონი ღირს რომ აი ამაზე თვითონ ამ სპორტსმენებისთვისაც უკვე ძალიან სპორტული და ისეთი ისა პროფესიონალური ამბავია რომ რაღაც ჩაფრინდეს სადღაც ჩახვიდე იქ ითამაშო სიტყვაზე რაღაცა ტრიფია ეგეც რომ ჩადიხარ გუნდი და რაღაცა ეგ ნაკრები იქნება თუ გუნდი თუ კლუბი თუ რაც იქნება ეგეც საინტერესო მე ხა სანაკრებოზე ვფიქრობ მაინც ალბათ საკლუბოც განვითარდება მაგასაც გავასაჯაროვეთ მაგრამ ნუ მგონია რომ ნაკრები ცალკე იქნება იმიტომ რომ ხა ზუსტად რაც ახსენე რა უკვე საერთაშორისო ფედერაციაც უკვე ხვდება რომ თუ აი ეს ჩვენაერ ქვეყნებს და ცოტა ჩვენაერი დონის ქვეყნებს რაღაცა ცალკე შესაძლებლობა არ მიეცათ მაგიტო შეიქმნა ეს phase 1 და phase 2 რომ ჩვენაერი ქვეყნებისთვის იყოს იგივენაერად კარგი და რაღაც დადებითი გავლენა ქონდეს ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატებს რა ამიტომ ეგ არის და მაგაში მივიღებთ მონაწილეობას ყველგან
აბსოლუტურად სადაც შესაძლებლობა გვექნება ყველგან მივიღოთ მონაწილეობას და ჩვენც თამადობის ინიციატივაზე გამოვიჩენთ და გამოგდით ხო შეიძლება რომ არ გამოგდიოდეთ ფანტასტიკურ ტურნირებს აკეთებთ როგორც ფედერაციის ისე საკლუბო დონეზე რა ხო და მგონია რომ რაღაც მაგასაც დავაინიცირებთ ახლა მალე და მაგასაც ჩავუყრით მოკლედ საფუძველს და ეგ მართლა ძალიან საინტერესო იქნება რა უკვე იმიტომ რომ მანდ რაღაცა გადაღებები უკვე მერე ლაივები იქნება აქ ამას მერე მოყვება რაღაცა შენი აი სიტყვაზე შენაერი პოდკასტი უკვე თემა აი ხო ხტები რა უკვე ისეთი თემები გეძლევა რაც რეალური არის რა ვიღაცაზე ილაპარაკებ ვიღაცა მერე ვარსკვლავად ჩამოყალიბდება მერე ბავშვს უკვე მაგალითი ექნება რომ აქ უკვე რაღაცა ხდება ანაზღაურებრივათაც უკვე დამაინტერესებელი იქნება და დათი დღეს მე თემას არ შევეხე რომ აი პროფესიონალი პადელის მოთამაშე რას ნიშნავს სამყაროში იმიტომ რომ ძალიან ახალია ჩვენთან და ეს ალბათ თუ მოხდა რომ ეს რამოდენიმე წელი გაკაჭა ჩემმა ინიციატივამ პოდკასტები წერე მე მომავალში ვილაპარაკოთ რას ნიშნავს რა თანხა ჭირდება გასაზრდელად მე რა შეიძლება გამოიმუშაოს და ამაზე მე ვილაპარაკო კი ბატონო დათი ნელ-ნელა ჩვენ გავიდეთ ესე იგი ბოლოსკენ და ვთქვათ ესეთი რაღაცა რომ ბოლოს მოგცემ ხო საშუალებას თუ რამეს დავაკელდე კი თქვა და გიშიშ შენ შეგიძლია თქვა მინდა რომ მთელი გულით და სულით გისურვებთ წარმატება ჯერ ეს ეგოისტურ ამბავში რომ თქვენ რო წარმატებული ვიქნებით მე უფრო ბადოს ვითამაშებ უფრო კორტებზე უფრო მეორე ადამიანს გავიცნობ მეორე თემა პოდკასტის მეორე თემა პოდკასტის კი ბატონო და ასე შემდეგ დათი მოკლედ წარმატებები როგორც სანაკრებოს სამოყვარულო და ასაკობრივ ნაკრებებში წარმატება გქონდეს ბევრი და რა ვიცი მადლობა ძალიან დიდი კირკით და მადლობა შენ პირველ რიგში კი შენ მადლობა პირველ რიგში იმიტომ რომ შენაერი ადამიანები ქმნიან სპორტს რეალურად და არა მართლა ანუ ეგ არის რა ანუ ეგ არის და ეგეთი მაგალითები და ეგეთი რაღაც ინიციატივები ქმნის ამ კაი გარემოს და უფრო კარგს ხდის მე ამ გარემოს და რაღაცა იმას უმატებს რა კიდე თავის ეშხს და სილამაზეს ამიტომ ეს ინიციატივა რაც შენ წამოვიწყე მე შენ გისურვებ წარმატებას ამაში მე იცი რომ შენ გვერდზე ვარ ყოველთვის ეს დაგჭირდება არა მგონია რომ ბოლოჯერ ჩავწერე არ იქნება ბოლოჯერ და კიდე ბევრ კაი რაღაცებს ჩავწერთ ასე ვთქვათ მე ადგილები შეიცვლება ძალიან მაგარი რაღაცას აკეთებ ეგ არის მოკლედ ბევრ თემას მოგცემ მე და შენ მე კი ბატონო დიდი სიამოვნებით მოკლედ ეს იყო პირველი ეპიზოდი ჩვენი სტუმარი იყო დათი რისთვის დიდი მადლობა დათი კიდევ ერთხელ და რა ვიცი იმედია რომ საინტერესო იქნება რამდენიმე საკითხი მაინც თქვენთვის და საინტერესოდ მოისმენთ ჩვენ პირველ ეპიზოდს დიდი მადლობა აბა დროებით